მე ვარ ირინა ტაბუციძე, ფსიქოლოგი ვარ, ფსიქოთერაპევტი, მაქვს კერძო პრაქტიკა, ასევე თანამშრომლობ კავკასიის უნივერსიტეტთან, მათი ასოცირებული პროფესორი ვარ და ვარ საქართველოს NLP სკოლის ტრენერი. ასევე და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობ ტრენინგების სახით, როგორც წესი. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი თემა არის კომუნიკაცია საკუთარ თავთან, როგორც ხედავთ და რომ ვიფიქრე ამ თემისთვის უფრო რა გამეშალა და თქვენამდე რა მომეტანა, ავარჩიე ორი ძალიან საინტერესო ავტორი, რომელიც მგონია, რომ თქვენ ძალიან მოგეწონებათ. ამ ავტორების ხიბლი რაც არის და მე რის გამოც მომწონს, არის ძალიან პრაქტიკული ეს ხედვა. ხშირად ვიყენებ კლიენტებთან მუშაობის დროსაც და როცა მჭირდება თვითონ კლიენტებსაც ვუხსნი ხოლმე, რომ თქვა საკუთარ თავთან უკეთესად გაერკვნენ საკუთარ თავში და რაღაცა სხვადასხვა პრობლემების მოგვარების დროს. ჩვენ ერთის მხრივ ვისაუბრებთ, როგორ და რა ფორმით ველაპარაკებით ჩვენ თავს და საიდან მოდის ის დამოკიდებულება ჩვენ თავთან რაც გვაქვს ხოლმე და მეორეს მხრივ გავშლით უფრო თემას და ვნახავთ, როგორ შეიძლება ვიპოვოთ ჩვენი პრობლემა, სად არის, სად დევს, როგორ ვიკონტაქტოთ საკუთარ თავს ამ პრობლემის მოგვარების დროს. მოკლედ, აი ცოტათი შემომსუბუქავთ თქვა, მაგრამ თვით დახმარების შეხვედრაც გამოგვივა გარდა იმისა, რომ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ და ამ თემას შევეხოთ. საჯარო გამოსვლის შიში მეორე ადგილზე დგას ფობიებში, ისე რომ იცოდეთ, პირველ ადგილზე არის, აბა რა არის? კლაუსტროფობიები და აგორაფობიების დახურული და ღია სივრცის შიში და მე უკვე მოყვება ეს და მე უკვე წრუწრულად დანარჩენები. ეს არ არის თანდაყოლილი უნარი მოგეხსენებათ და ყველა ვსწავლობთ გზა და გზა, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ვერ ლახავენ და რთულია. თუ გიწევთ ხოლმე ესე საჯარო გამოსვლები, ლექციების ჩატარება, ან რა ვიცი, თათბირების გაძღოლა სამსახურში, ბატონო, ერთი მომეშველა, ერთხელ მაინც განცდილი გექნებათ, რა გემართება, როცა პირველად ბევრ ადამიანს უნდა ელაპარაკო. მაინც შეფასებამდე დადის, რა თქმა უნდა, ეგ ყველაფერი ჩვენ ნერვიულობთ, როგორ გვაფასებენ, როგორ გამოვიყურებით, რამდენად გასაგებად ყვებით, არ ყვებით, ამიტომ შფოთვა საკმაოდ ძლიერია. ახლავე გავყოთ, რაზეც მე ვლაპარაკობ, არის ჩვეულებრივი შფოთვა, ასე ვთქვათ, რომელიც უნდა ახლდეს კიდევაც საჯარო გამოსვლას და არა ფობია. ფობიის დროს სხვანაირად მუშაობთ, იქ თავის ტექნიკები აქვს ფობიის მოხსნას და იმ თემას დღეს არ შევეხებით. მაგალითად, საჯარო გამოსვლის დროს შეიძლება ვიზუალურად დაგეტყოს ეს ყველაფერი, რა ვიცი, ხმა გიკანკალდეს, გაწითლდე, გაფითრდე, მუხლებიც კი აგიკანკალდეს, ხელები გაოფლიანდეს და ასე შემდეგ. არის მეორე ვარიანტი, ცოტა შინაგან სიმორცხვეს ვეძახით ხოლმე, როდესაც შიგნით კი მიდის მთელი ქარბორბალა და უზარმაზარი ენერგიის ხარჯვა, მაგრამ გარედან ახერხებრო თავი შეკავებული გქონდეს და არაუშავს. მოკლედ, ორივე შემთხვევაში არც თუ ისე სასიამოვნოა, როდესაც საჯარო გამოსვლის დროს გარკვეული შფოთვა გვეწყება. მაგრამ ეხლა ჩვენ რაც გვაინტერესებს, როგორ ვესაუბრებით ხოლმე ასეთ დროს საკუთარ თავს? მოდი ეხლა მითხარით. მე შეიძლება, არ ვიცი ხა, რომ ვიფიქრე, ალბათ, ვაიმე, პირველი ეს მოდის და მე შეიძლება რაღაცა ფრაზა მივაყოლო. რა ფრაზა გაქვთ, რასაც ხშირად ეუბნებით ხოლმე საკუთარ თავს, როცა რამე არ გამოდის, ბატონო? შეგა ყოფილგეთ. კაი, კიდე? სუნთქავ ღრმად. მითითებებს აძლევთ საკუთარ თავს. ანუ ვიცი რომ ღრმად უნდა ჩავისუნთქო, ამოვისუნთქო და აი რაღაცნაირად ვიშვიდები მაგ დროს. ეხლა მარტო საჯაროზე არ ვლაპარაკო, აი შეცდომების დროს რაღაცა რო არ გამოგდის ისე, როგორც უნდა გამოგხსლო და კიდე მომაშველეთ რამე ფრაზები რა გაქვთ. შეიძლება არ გიფიქრიათ აქამდე, მაგრამ რაღაცა არის. გამოსავლის მოძებნა. უყურე, სანამ გამოსავალს დაიწყებ, პირველი რაღაცა მოდის მაინც. არაუშავს. კაი ვარიანტი და მიმტევებელი ყოფილი ხართ საკუთარი თავის მიმართ. მე ერთი მეგობარი მყავს, სულ ეჩხუბები მაგას, რომ მე ხო ბედი არ მაქვს. პირველი რაც წამოწდება ხოლმე, ეგ არის და არ შეიძლება მაგის თქმა რა. არაფრით არ შეიძლება. ეხლა ჩვენ რატო ვიხილავთ ამას ყველაფერს, უყურე? შეიძლება იყოს შეფასება სხვადასხვანაირი, მაგალითად, პრეზენტაცია ცუდად წარვადგინე. რაღაცა ეს გამოსვლა არ გაომივიდა და არის მეორე ვარიანტი, ცუდი პრეზენტატორი ვარ. რა განსხვავებაა, როგორ ფიქრობთ, გააზრების და შინაარსის თვალსაზრისით ამ ორს შორის? ცოტა თამამად არ გებალებათ, რომ ესენი იცოდეთ. იმ წუთას არ გამომივიდა რაღაც და ცუდი პრეზენტატორი ვარ, უფრო თვითკრიტიკაში გადავდივარ. ის არ არის თვითკრიტიკა? რაღაცა ემატება კიდე რა? შეფასებები. ხო, პირველი, აი იმ კონკრეტულ მომენტში შეიძლება განზოგადებას ვიწყებთ და არა მარტო იმ კონკრეტულ ადგილას და სიტუაციაში გავაფუჭე საქმეს, საერთოდ ვაფუჭებ და დიდი ალბათობით სადღაცა ხვალ რომ იმიწვევენ, იქაც გავაფუჭებ. მესამე ადგილასაც გავაფუჭებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ამას დაუბრუნდებით ჩვენ, ეხლა უბრალოდ მინდოდა წარმოდგენა შეგექმნათ, რას ვაკეთებთ ხოლმე. მოდი, ჯერ განვიხილოთ ბერნის თეორია, რომელიც კომუნიკაციებში ვიყენებ, აი, როგორ გითხრათ, ჰაერივით წყალი რო დაგჭირდება დაახლოებით ეგრე, იმიტომ რომ ადვილი ასახსნელია, კლიენტი უცბად ხდება და ყველანაირ აი ესეთ პრობლემურ სიტუაციებში საკუთარ თავთან საუბრის დროსაც და ასევე სხვასთან კომუნიკაციის დროსაც ძალიან მადგება. მოკლედ ბერნი ამბობდა, ერიკ ბერნი მე გამორჩეულად მიყვარს ეს ავტორი და ამბობდა რომ თავის თეორიაზე, ტრანსაქციური ანალიზი ქვია მის თეორიას და ამბობდა რომ ეს არის ფსიქოანალიზიო, ანუ ფროიდის ფსიქოანალიზი დიასახლისებისთვის. ანუ ძალიან გამარტივებული ფორმატით გვაწვდიდა, ძალიან ესეთი გასაგებად და ნებისმიერი ადამიანისთვის მართლა პრინციპში გასაგებია ხოლმე. და მოკლედ ეს ჩვენი ბერნი ამბობდა რომ ჩვენი პიროვნების სტრუქტურას შედგება სამი ეგო მდგომარეობისაგან. ეს არის ზრდასრული ნაწილი, რომელიც წამყვანია და ეხა მაგალითად მე ვლაპარაკობ თქვენთან როგორც დასრული ადამიანი. რაღაცებზე მსჯელობთ, შეიძლება ვიკამათოთ, კითხვები დავსვათ, რაციონალურად რაღაც დასკვნა გამოვიტანოთ საიდანღაც. ხვდებით ალბათ, ხო? იმედია თქვენგანაც რომ წამოვა კითხვები და პასუხები, ისიც დასრულის პოზიციიდან იქნება. გარდა ამისა, ჩვენ თავში არის შობლის ეგო მდგომარეობაც და ბავშვის ეგო მდგომარეობაც. ეხლა რა ხდება და როდის ჩდება და რატო ჩდება? შობლის მდგომარეობა ჩდება ძალიან ადრეულ ასაკში, ეგო მდგომარეობა, სადღაც ალბათ 3 წლისთვის უკვე ჩამოყალიბებულია. და დაახლოებით როგორ იწყებს მუშაობას, იცით, რა მითითებებს და აკრძალვებსაც გვიწესებდნენ მშობლები, აი დაახლოებით იგივეს ვატრიალებთ და ვიზდებით და მერე ჩვენ თავს იგივე მითითებებით ველაპარაკებით. მაგალითად, ცოტა მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თქვათ, შობელი ყოველთვის გეუბნებოდათ ბავშვობაში ან თინეიჯერობაში არ აქვს მნიშვნელობა. ერთ ეგრე ფრაზა გესმოდათ, რომ სახლიდან ისე არ გახვიდე, სანამ საწყობს არ აალაგებ. შენ ლოგი სანამ არ მოაწესრიგებ, არ გახვიდე. და რა თქმა უნდა, თქვენ ჯაჟღანებდით, ჭუჭყუნებდით, ხან ტოვებდით, ხან რაღაც იყო პროტესტები. რო ვიზდებით, შეიძლება მშვენიერ დღეს აღმოაჩინოთ, რომ სახლიდან ვერ გადიხართ ისე, სანამ არ მოაწესრიგებთ. იმ მითითებებს არ შეასრულებთ და არ გახვალთ. ხო, არავინ თითქოს არ გავალდებულებთ, მაგრამ ეს ჩვენში არსებული მშობელი იმ თავის მითითებებს იძლევა. მშობლის პოზიცია როგორ უნდა ვიპოვოთ და ძალიან ხშირად მას ახლავს სიტყვა უნდა. მაგალითად დილა თენდება და მეზარება ადგო, მაგრამ უნდა ავდგე. უნდა წავიდე სამსახურში, უნდა გავაკეთო რაღაც. მანდ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეს უნდა რამხელაა. ხანდახან, ხა პატარებში იშვიათია და ზედა ასაკში, აი ეს უნდა ხანდახან ისე იბერება, ბევრი ვალდებულება აქ ადამიანს აკიდებული და რა ვიცი, არა მარტო თავის თავს პატრონობს იქ ოჯახის წევრს, არა ოჯახის წევრს, ვიღაცაზე ზრუნავს, სამსახურში 5 კაცის საქმეს აკეთებს, როგორც ხდება ხოლმე და ალბათ დაახლოებით ხვდებით, ხო? ამისგან განსხვავებით გვაქვს მინდა როდის იჩენს თავს დასრულ ასაკში, აბა მითხარით. თუ გიფიქრიათ. ორი აი ძალიან სახასიათო სიტუაციაა ხოლმე. როდის ვაფრენთ კარგად? როცა ვიცით დაახლოებით რა გვინდა. მაგარ არის. ბავშვს ვაკეთებთ ეს შინაგან ბავშვს. მეგობრებთან როცა ვერთობით მაგალითად. აი, ხო ქონიათ ყველას გვაქვს ალბათ განცდილი ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან კარგად რო ატარებ დროს და საერთოდ რო არ აქცევ ყურადღებას, რა ვიცი, როგორ გამოიყურები, როგორ ლაპარაკობ, რას აკეთებ. მთლიანად ეს ლაღი ბავშვი ხარ. და ბავშვის პოზიციაში ვარდებით ხშირად, როცა შეყვარებულები ვართ. მაშინაც ძალიან ლაღები ვართ. და სხვა სიტუაციაში ცოტა თავის კონტროლს. აქაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ეს ბავშვი რამხელაა. ხანდახან არის, მაგალითად, შეიძლება წავიდეს ადამიანი, უზარმაზარი ფული გადაიხადოს, იმიტომ რომ ახალი და კარგი ტელეფონი უნდა და მერე იშიმშილოს 3 თვე. ტიპიური ბავშვის ქცევა, რასაც ვალდებულებები საერთოდ არ ახლავს. ეს ჩვენი ბერნი გვეუბნება, რომ იდეალურ ვარიანტში დასრული მართავს სიტუაციას და განსაზღვრავს, როდის შემოდის მშობლის როლი ჩვენს ცხოვრებაში და როდის შემოდის ბავშვის. ესენი თუ ბალანსშია და მეტნაკლებად ერთმანეთს აკონტროლებს, მაშინ ყველაფერი კარგად არის. მოდი ხა ცოტა კიდე გავყვეთ ცოტა ღრმად. უყურეთ, მშობელი თავის მხრივ შეიძლება იყოს დამყვავებელი, აი წეღარო მოფერებითი ტონი იყო. მაგალითად დილით ადრე ადგომა გვეზარება. დამყვავებული მშობელი ჩვენ თავში როგორია? ადკი გეზარება ეხლა, მაგრამ ადკი უნდა წახვიდე, მეტი რა გზაა. დაახლოებით იცით ალბათ. შეიძლება ასე ელაპარაკებით თქვენ თავს. არის ცოტა ესეთი კაცრი მშობელი ეხლა ადგები და წახვალ, რა დროს ძილია.
შეიძლება ვიღაცები მიმართავთ ასე საკუთარ თავს, ან შეიძლება ბრაზის დროს მიმართავთ ასე და არა ყოველთვის, მაგრამ ეს ფორმატიც არის. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ასახავს იმას, რა ფორმით გვაძლევდნენ მითითებებს, რას ვემორჩილებოდით და რას არა. დანარჩენი თქვენი ასარჩევია. დასრული ფუნქციურია და მთლიანია და აქ არანაირი სხვადასხვა გამოვლინებას ადგილი არ აქვს და ბავშვი ერთის მხრივ შეიძლება იყოს ადაპტირებული. ეს ადაპტირებულიც იყოფა სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაინც ერთი მასში არის მოქცეული. ან ძალიან დამორჩილებული მშობლის მითითებებს, როცა ბავშვობიდან უმკაცრესად ზრდიან და ყველაფერზე ნებართვას რო იღებენ, ეგეთი ადამიანები არ გინახავთ? შეიძლება ეს გავაკეთო, შეიძლება ეს ავიღო ბავშვობიდან და იზრდებიან და ეს მორჩილება გადადის მერე, რა ვიცი, მასწავლებლის მორჩილებაში, დირექტორის, მეუღლის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება იყოს არა ისეთი, როგორ გითხრათ, მაქვია მაგას ჭირვეული ბავშვის პოზიცია, ფეხების ბაკუნით რო აღწევენ ყველაფერს ადამიანები, ყავთ ალბათ ეგეთი ნაცნობები, ხო? აი მინდა და всё, დანგრეულა ქვეყანა, უნდა. და არის მეორე ვარიანტი, ლაღი ბავშვი, ბუნებრივი ბავშვი, რომელიც აი თუ სილაღეში და სიყვარულში იზრდება, ჩვენ ასეთი ლაღები ვარ და საკუთარ თავსაც ასე ველაპარაკებით ზუსტად. ანუ შეცდომის დაშვების დროს გვაქვს სხვადასხვა ვერსია. ერთის მხრივ შეიძლება ეს იყოს რა გააკეთე, ეხლა მე რამდენჯერ უნდა მოგივიდეს. შეიძლება იყოს, ისევ გააფუჭე ეხლა საქმე. შეიძლება იყოს დასრულის პოზიცია, რომ ხო, შეცდომა დაუშვი, მაგრამ პრინციპში ვიცი ეხლა რა შემეშალა და მეორედ აღარ ვიზამ. ხო? და ბავშვის პოზიცია როგორ იქნება? აუ რა, ბედი არა მაქვს, რა უბედურება. ლაღი ბავშვის როგორ იქნება? ვთითი ამბავერთ კიდევ ვცდი. რა მოხდა ამჯერად საჭირო გახდება, იმდენჯერ ვცდი. მოკლედ, ჩვენ სხვადასხვა მიდგომა გვაქვს საკუთარ თავთან. ეხლა ბარემ აქ ჩავსვი, რომ ინფორმაცია არ დამეტოვებინა მარტო ჩემთვის. არა მარტო საკუთარ თავს ველაპარაკებით ასე, არამედ ერთმანეთსაც ველაპარაკებით ასე. და წარმოიდგინეთ ეხლა მე თუ მაქვს ჩემი სამი ნაწილი, ჩემი ეგო მდგომარეობის და აგერ დაინასაც აქვს თავის სამი ნაწილი, პრაქტიკულად 6 ადამიანი ვლაპარაკობთ ეხლა ერთმანეთში და ძალიან მოკლედ, მაგრამ ამასაც გეტყვით მაინც, რომ არა მარტო საკუთარ თავთან კომუნიკაციასთან დავრჩეთ მარტო ამ თემასთან. მოკლედ, ეს ჩვენი ბერნი რატომაც არ ქმევს თავის თეორიას ტრანსაქციურ ანალიზს, ერთი მდგომარეობიდან და ერთი პოზიციიდან, როდესაც სიგნალი მიდის სხვა მდგომარეობაში, აი იმ გზას უბრალოდ იმ სიგნალს ეძახის ტრანსაქციას. და მთელი ჩვენი კომუნიკაციები ეს არისო. ვინ როგორ ურთიერთობს ერთმანეთთან? უყურეთ, მშობლებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა, გეტყვით ამის მაგალითებს, დასრულებსაც შეუძლიათ, ბავშვებსაც შეუძლიათ ბავშვის ნაწილს. ასევე შეუძლიათ მშობლებს და ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობა. სხვანაირად ეს არ იკვეთება. ეხლა გეტყვით, რა შეიძლება გაფუჭდეს კომუნიკაციების დროს, არა მარტო საკუთარ თავთან. თუ საკუთარ თავთან ხშირად ვართ მომთხოვნი, ხშირად აი ესეთი თითის დაქნევით ცხოვრობთ, ასე ვთქვათ, აი სიმკაცრეში, ძალიან დიდია ალბათობა, რომ მსგავსი დამოკიდებულება გადაგქონდეს სხვასთან. ან თამაშობდეთ ასეთ მკაცრს და სხვასთან უცბად აღმოჩნდეთ ბავშვის პოზიციაში. ყოველ შემთხვევაში არ არის ეს მაინდამაინც ფუნქციური როლი, ალბათ დამეთანხმებით, ხო? აი რა ხდება მაგალითად მშობლსა და ბავშვს შორის, თქვათ, ბერსაც ეგეთი მაგალითები აქვს გაყიდული, ასე ახლა მე უნდა რაცაც მე მოგაწვით, მაგრამ ძალიან ქართული მაგალითებია ამასობაში. მაგალითად წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, პარტნიორული ურთიერთობა, სადაც პირობითად ამ შემთხვევაში ქმარი ხშირად არის მშობლის როლში, მაკონტროლებელ პოზიციაში და ცოლი ხშირად არის ბავშვის როლში. მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ გათენდა და ეს ჩვენი ცოლი წასასვლელია სამსახურში, ახალი გათხოვილია, ახალი შექმნიათ ოჯახი. და როგორ ქმარი ეუბნება, ახედავს და ხედავს, შენ ასე ჩაცმული სამსახურში არ წახვალ. ტიპიური მშობლის პოზიცია, ხო? მისი მშობელი ელაპარაკება ცოლის ბავშვს. ცოლს რა შეუძლია უპასუხოს აქედან, ბავშვის როლიდან? ფრაზა მითხარით რამე? არა, ბავშვის როლიდან. დამორჩილე იქნება გამოიწვია. კარგი ძვირფასო, შენ რასაც მეტყვი, მას ჩავიცი. ესენი სანამ ტრანსაქციები პარალელურია და სიგნალები ასე მოძრაობს, არასდროს კონფლიქტში არ შევლენ და არ ჩვენი საქმე არ არის როგორი ურთიერთობა ექნებათ. კარგად იქნებიან. მანდ ეხა ცალკე თემაა დღევანდელს არ ეხება, თორე ამან შეიძლება ისეთი მშვენიერი манипуляციური ამბები ააწყოს მაგ ურთიერთობიდან, რომ თავბედი აწყევლინოს იმას, მაგრამ ეს ცალკე ლექციის თემაა, დღეს არ გვინდა სხვა დროს.
არის მეორე ვარიანტი, როდის იკვეთება ტრანზაქციები. მაგალითად ქმარი ეუბნება, რომ შენ ასე ჩაცმული სამსახურში არ წახვალ. შენ მე თვალში ხარ გეპატარავები. რას ისულელე? რას მინდა იმას ჩავიცომ და წავალ. ასე დროს ტრანზაქციები იკვეთება, ჩვენ შევდივართ კონფლიქტში. დიდი ალბათობით. თუ არ, რა ვიცი, ხო, შეიძლება რაღაცები მოხდეს. მოკეთ აქ რო ძალიან ბევრი დრო არ დავკარგო, ეს ჩვენი ბერნი გვეუბნება, რომ იდეალურ ვარიანტში თუ გვინდა ესეთი კონსტრუქციული საუბარი ავაწყოთ ვიღაცასთან და კომუნიკაცია იყოს გამართული, დასრულები საუბრობენ ერთმანეთთან. აქამდე ვიგებთ ყველაფერს. ჯიუტი თუ აღმოჩნდა ბავშვი ამ შემთხვევაში. ჯიუტი ბავშვი ხო განვიხილე, როგორ არა? კაი ხან საპაკუნებს ფეხებს. მაგალითად. არ მინდა, მე შეიძლება ეს გადავიდეს ხვერპლის როლში, მშვენივრად შეირგოს ეს ამბავი. მე ქმარს უთხრას, რომ კი ძვირფასო მაშინ რაც შენ გინდა, როგორც გინდა, ყველაფერი ისე გააკეთე და სადმე შეეშლება ამ ქმარს და მე რა დატრიალდება, მეც ვიცი და თქვენც. ეგეთი რაღაცებიც ხდება. პოზიცია როგორი არის ამ შემთხვევაში? ჩვეულებრივ სიტუაციაში, როდესაც ასე გესაუბრებიან სამსახურში, არა აქვს მნიშვნელობა საქმის დროს, ბერნი გვირჩევს, რომ ჩვენი სიგნალი უნდა წავიდეს აქედან, დასრულიდან. მოდი ახლა ჩამოვყალიბდეთ, მითხარი რა გინდა, რა გეწყინა, რა არ გსიამოვნებს და მოვილაპარაკოთ. თავდაპირველად, როცა ვაწვდით ამ სიგნალს, რა თქმა უნდა, ნაკლებია ალბათობა, რომ იმ მშობლის პოზიციიდან ჩამოვიდეს ქვევით, ან ბავშვიდან ამოვიდეს. მაგრამ, ბერს აქვს ეგეთი რეკომენდაცია, რომ ბევრჯერ ვაკეთებთ ერთ და იგივეს და მერე სადღაც გვისმენენ და იქიდან გვიბრუნებენ სიგნალს. ნორმის პარალელში ესე ხდება. მოკლედ, ამ ბერნის ნაწილი რატომაც შემოვიტანე, როგორ ველაპარაკებით საკუთარ თავს. ეს არის მაინც ტონი, რა ტონს ვარჩევთ საკუთარ თავთან სასაუბროთ. ხო? დამსჯელი ვართ და თითის დავქნევი, ესეთი ფუნქციური ვართ და რაციონალურ გადაწყვეტილებას ვიღებ და ჩვენ თავს ვეკითხებით, რომ რაღაცა მოხდა, აი ახლა რა ვქნა, რას ვაკეთებ, როგორ გეგმავ, თუ ბავშვის ნაწილი ვართ, რომ დაგრევლა ქვეყანა ერთი რაღაცა იქნება. ან პირიქით რაღაცებს ვითხოვთ ფეხის ბაკუნით. გასაგებია, რომ სხვადასხვა სიტუაციას სხვადასხვა ტონი ჭირდება და ჩვენ ასეც ვიქცევით როგორც წესი, მაგრამ აქ უფრო ლაპარაკი გვაქვს დღევანდელ ლექციაზე, უფრო იქითკენ მივდივართ, რომ როგორ მივაღწიოთ და მივიღოთ საუკეთესო შედეგი საკუთარ თავთან ლაპარაკის დროს. თუ რამეს ვერ იგებთ ამ ნაწილში, ეგრევე მკითხეთ. თქვენ არ ხართ ფსიქოლოგები და არ გევალებათ რომ რაღაცები იცოდეთ, იმიტომ რომ ეხლა ვართულებ ცხოვრებას და უფრო რთულ რაღაცებზე გადავდივარ. ეს შედარებით კიდე მარტივი იყო. მე ვარ NLP მიმართულების წარმომადგენელი, ეს არის ნეიროლინგვისტური პროგრამირება და ესეთი გამორჩეული ავტორიტეტია ჩვენთვის რობერტ დილცი. ეს კაცი არის გენიოსი, მე თუ მკითხავთ, ჩვენ კი ვიცით ამ სფეროს წარმომადგენელი, მაგრამ მინდა რომ თქვენც იცოდეთ. ეს პირამიდა, რაზეც დღეს უნდა გელაპარაკოთ, როგორ ვეძებთ საკუთარ თავში პრობლემას, გადაჭრის გზებს, წინააღმდეგობებს, შექმნილია სიმართლე გითხრათ, სადღაც 40 წლის წინ. და იმის მერე ეს ადამიანი სულ ხვეწავს, რაღაცებს უმატებს, აკლებს, შინაარსებს, ართუ აღრმავებს უფრო, აი ბოლო პერიოდშიც, აი ბოლო 3-4 წლის მანძილზეც რაღაცა ცვლილებები აქვს კიდე შეტანილი და ბევრად უფრო დახვეწილ ვერსიას გაგაცნობთ ახლა მე თქვენ. ეხლა რა არის ეს პირამიდა? ეს არის ნეიროლოგიკური დონეების პირამიდა და ამ პირამიდის საშუალებით ვარკვევთ, როგორ აზროვნებს ადამიანი, როგორ ღრმავდება ნელ-ნელა მისი აზროვნების ფორმა და როგორ საიდან შეიძლება რომ დასკვნები გამოვიტანოთ. თავიდან ვიცი რომ ეხლა ცოტა დაიბნევით, მაგრამ ნელ-ნელა გაგაცნობთ და გამომყევით. პირამიდაზე მუშაობას ვიწყებთ ქვევიდან, გარემოდან. მაგალითად, იგივე საჯარო გამოსვლა თქვათ რაღაცები შემეშალა და რა ვიცი, მე თვითგვემა მაქატეხილი, ეს რა ვქენი, ეს რა დამემართა. რა სიტუაციაში დამემართა ეს? სად ვიყავი? ყველგან ხო ეს არ მომივა. კონკრეტულ სიტუაციას ან კონკრეტულ ადამიანებს შეიძლება მიებას ეს, ხო? მაგალითად, სხვადასხვანაირად ნერვიულობთ, როდესაც ბავშვებს ველაპარაკებით და როდესაც კოლეგებს ველაპარაკებით, მით უმეტეს უფროსი თაობის კოლეგებს, ეგ საერთოდ კიდე რომ ავტორიტეტი მეტია, ცოდნა მეტია და შეიძლება ცოტა თავი ისე ვიგრძნოთ რა. უხერხულად და უფრო შებოჭილად. როგორ ვიქცევით ამ გარემოში, სადაც ვართ? როგორ გამოიხატება ეს ჩვენი ნერვიულობა, თუ მაგალითს მივყვებით. მაგალითად, რა ვიცი, ხელებს ვიშვნით, პირი მიშრება, წყალს ვამწამ და უწում, თმას ვაწვალებ, სხვადასხვა რაღაცას ვაკეთებთ ადამიანი, მოძრაობ, დავდივარ, ხელებს ვიქნებ გადამეტებულად და ასე შემდეგ. აი ასე რომ ვიქცევი, რა უნარები მაქვს ამისათვის, რა თვისებებს ვფლობ იმისათვის, რომ ასე ვიქცევი.
მაგალითად, რაღაც დონეზე მაინც ვაკონტროლებ და ლაპარაკი შემიძლია, ეს უნარი მაქვს. მაგრამ თუ ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხო, შეიძლება გავიჭედო, აქ ვირკვევ უკვე რა უნარები მაქვს მაგისათვის. რა ღირებულებებზე დგას ეს ყველაფერი? რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს ვაკეთო? თუ მაგალითად არ ვყრი ფარხმალს და ვატარებ ამ ლექციას, თათბირს, რაღაცა შეხვედრებს, რაღაცა ღირებულება მიდგას იმის უკან, ან სამსახური მავალებს, ან გონია რომ უნდა დავძლიო ეს, იმიტომ რომ საერთოდ ყველაფერს ვძლევ ცხოვრებაში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მე ვინა ვარ, როცა ასეთი ღირებულების მატარებელი ვარ, ასეთი თვისებები მაქვს, ასე ვიქცევი ამ გარემოში და ბოლოს მისიის დონეზე ვარკვევთ, კიდე ვისთვის არის მნიშვნელოვანი და კარგი ის, რასაც მე ვაკეთებ. ეს პირამიდა შეგვიძლია გამოვიყენოთ ძალიან ბევრი მიმართულებით. ეხლა ჩვენ წმინდა ფსიქოლოგიურ ნაწილს განვიხილავთ დღეს, მაგრამ ამას ვიხილავთ მაგალითად ბრენდინგში, ამას ვაკეთებთ მაშინ რეკლამაში, ამას ვაკეთებთ განათლებაში ვიყენებ, ნებისმიერი პროექტის აწყობისას ვიყენებ, სტატუსს რო წერ ამ თანმიმდევრობით, იმიტომ რომ ადამიანის გონება, როცა ასე აწვდ ინფორმაციას, ბევრად ადვილად იგებს და ბევრად ადვილად ითვისებს. მაგალითად, აი რამე მაგალითი მითხარით თქვენი ცხოვრების, რას აკეთებთ? შეხვედრის ჩატარება იგივე. ხო, ეს იგივე რომ არ გავიმეორო, რამე სხვა მითხარით. თუ მიზანი რაც გაქვს, ის მოიაზრებს მიზანში ამ ყველას. კაია მიზანი თუ გაქვს, ხო, ყველას არა აქვს მიზანი. შეიძლება მოვიდეს კლიენტი, რა მითხარით ახლა? ფოტოგრაფია? რამეს იჭედებით მანდ რამე ნაწილში ფოტოგრაფიის? ან დასაწყისი ხო არ არის სწავლების ან რაღაც? ყველაფერს კარგად იღებთ? ხო და სად არის აი ბარიერი სად არის? მაინც? მან ალბათ უფრო კლიენტებთან ურთიერთობა აქვს. საქართველოში ყველაზე რთული იქაც. გაყიდვებში მაგალითად და ორგანიზაციებში? ფოტოგრაფიაში. არ ვიცი, ხო, ვკითხოთ ადამიან, თქვენი სახელი? ანა. კლიენტებთან ურთიერთობა პრობლემა თუ? ვერ ვიტყოდი ვერც. ვერც მაგას ვერ. კარგად აღია გაწყობილი როგორც ვატყობ. კაი, კაი. მითხარით ვინ ახართ სადმე გაჭედილი? უფრო. მე პატარა 16 წელს ხავს, მასწავლებელი გაკვეთილს ვერ ატარებს. აი გაკვეთილის ჩა. პედაგოგი მაგალითად. პირველი დონე არის გარემოს დონე. სად აქვს ამ ადამიანის პრობლემა? ეხლა ეს პედაგოგი რო ჩვენი კლიენტი იყოს მაგალითად და საკუთარ თავთან არ ყვევდეს რომ რა ვქნა და ამ ბავშვები როგორ დავიმორჩილო, გავრცელებული პრობლემა ეხლა არც გამორჩეულ რაღაცას არ ყვებით, ხო? მეც ეხლა ბავშვი რო ვიყავი და თქვენს გავლილი გექნებათ სკოლაში, ერთი მასწავლებელი მაინც იყო, რომელიც კლასს ვერ აკონტროლებდა. გააქვთ ეს გამოცდილებაში. აი ესეთ ადამიანთან რომ მუშაობდეთ, ეხლა რა ემართება? პირველ რიგში რა თქმა უნდა ვიკვლევთ გარემოს სიტუაციას. აი ესე როცა ვერავის იმორჩილებს და ვერ ახერხებს თქვათ კონტროლის დამყარებას სიტუაციაზე. კონკრეტულად სკოლაში ემართება თუ კიდე სხვა ადგილებში იჩენს თავს. შეიძლება ადამიანმა გითხრას რომ არა კაცო ყველგან ძალიან ლაღი ვარ, ისეთი ყოჩაღი ვარ, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ აი ბავშვებთან რაღაცა მჭირს. პატარა ბავშვები რო აყვირდებიან, ვერ ვაგებინებს, დასრულს გააგებინებ, რაღაცა ესმით, ამ ბავშვებს ვერ ვაგებინებ. შეიძლება იყოს პრობლემა გარემოს დონეზე. შეიძლება თუ აქ არაფერი არ არის და გითხრა რომ არა რა ვიცი, მაგის ბრალი არ არის, აი კონკრეტულად ვიღაცა ერთი მიშლის ნერვებს. მაშინ გადავდივართ ქცევაზე. ამ გარემოში, სადაც ერთი კონკრეტული გირევს სიტუაციას, ან 2-3-ია შეთანხმებული რომ ნერვები მოგიშალოს. როგორ იქცევი, როგორც წესი? შეიძლება გაირკვეს მაგალითად, რომ ყოველთვის აქვს ერთ და იგივე მიდგომა. ხა ჩემ მასწავლებელს ახლა რაც გამახსენდა, ქონდა ეგეთი, უცბად დადგებოდა შუა კლასში, პატარა გოგო იყო, საწყალი და რას უშვებოდით, ახლა რომ გამახსენდა. დაიწყებდა ხოლმე ესე მაღალი ტონით რაღაცა ყვირილს, ცოტა ისტერიკას აწყობდა, გაჩერდით. აი სუგიჟდებოდნენ ბავშვები ამაზე და უარეს აკეთებდნენ. შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ერთი და იგივე განმეორებითი ქცევაა, რომელსაც შედეგი არ აქვს. მაგრამ მასწავლებელი ვერ ხვდება, რომ ქცევაა შესაძლებელი. შეიძლება იყოს ქცევის დონეზე პრობლემა. შეიძლება ქცევის დონეზე არ იყოს. თითქოს ყველაფერს კარგად აკეთებს, მაგრამ გარკვეული უნარები აკლია. შეიძლება აღმოჩნდეს თვისებების დონეზე. მაგალითად, ადამიანმა გითხრას, რომ უფროს მოსწავლეებს, თქვათ, მე-8 კლასი, მე-9 კლასი, ძალიან ადვილად ვაგებინებ, ვიმორჩილებ და კონტროლიც მაქვს, მაგრამ აი რაღაცა არ გამომდის ამ ბავშვებთან, რაღაცა უნარი მაკლია. არ ვიცი, შეიძლება მკაცრად უნდა მოექცეს უფრო, შეიძლება პირიქით მეგობრული ურთიერთობა საჭირო, არ ვიცი, ხა თვითონ ყოველ შემთხვევაში ამის განხილვას ვიწყებთ მაგ დონეზე. მაგის ზედა დონეა, რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ კლასში ვიყო აღიარებული და რაღაცა სტატუსიანი პედაგოგი.
ამის უკან ეს თუ არ დგას, დანარჩენი არაფერს აზრი არ აქვს. ეხლა ჩვენში დარჩეს რა. მე თუ არა მაქვს მიზანი, რომ კარგი პედაგოგი ვიყო, უყვარდე ბავშვებს, აღიარებული ვიყო და რა ვიცი, სკოლაში მაფასებდნენ, საერთოდ რა მინდა მაშინ სკოლაში, ისე რომ ვთქვათ. შეიძლება იყოს პრობლემა გაჩენილი მანდ, რომ ფულის გამო ვარ მოსული, მე სხვა სამსახური ვერ ვიპოვე, რავი, რაღაცა, მაგრამ ცოტა ხანს უნდა ვიყო. ანუ მნიშვნელობა არის ცოტა დაკარგული იმ ადამიანის იქ ყოფნის. შეიძლება ეს თემა იყოს. ნაკლები შანსია ზევით იყოს, მაგრამ შეიძლება იყოს ზევითაც, რომელიც გეტყვის, რომ მე ამდენი ვისწავლე, ამდენი განათლება მაქვს, ამდენი დიპლომები მაქვს, ისენი, ასენი და არ ვარ მე ის ადამიანი, ხა ამ პატარა ბავშვებთან მჭიჭყინებდე. არ არის აქ ჩემი ადგილი. ეს უკვე იდენტობის დონეა. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ სკოლაში შემომიშვა და სკოლაში რაღაც მაკეთებინო, ბევრად დიდი მიზნები მაქვს და ბევრი მაღალი იდეალები. და ბოლო მისია, მისიის დონეზე ჩვენთან არავინ მოდის და არც თქვენთან არავინ არ მოვა, ეხა იქ დაიჯერეთ, რა თქმა უნდა, რომ კიდევ ვისთვის ვიყო მე სასარგებლო, ამისთვის არ მოდიან არ ფსიქოლოგთან და არც როგორც კლიენტი არ მოვა, რა თქმა უნდა, თუმცა მისიის დონეს ვარკვევთ, იმიტომ რომ რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, ეხა ცოტა ღრმად რო წავალთ, იქაც გაჩვენებთ. კიდევ ვიღაცისთვის თუ არის ეს ძალიან სასარგებლო და რაღაც სიკეთის მომტანი, ადამიანს აი თქოს ფრთები ესხმება და კიდევ უფრო მეტი შემართებით შეუძლია კეთება. მაგ ნაწილში შედის ეკოლოგიურ ჩარჩოს ვეძახით ხოლმე ჩვენ, ანუ რაღაცას რო ვაკეთებ, ბედნიერი რო ვარ და რაღაცას რო ვაღწევ, ვინმე ხო არ ზიანდება კიდე ამით. ეგ არის ეკოლოგიური ჩარჩო, ანუ ჩემ ბედნიერება ხო არ შენდება ვიღაცის უბედურებაზე. მაშინ აზრი არ აქვს საერთოდ ამას ყველაფერს, ნოლია მე ჩვენი ფასი რა. ქცევის დონეზე რას ვაკეთებ, ხო? რა ხდება? თვისებების დონეზე როგორ უნდა ვქნა რაღაცა, როგორ გავაკეთო? ნიშნულობის დონეზე რატომ უნდა გავაკეთო, რატომ არის ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი, იდენტობის დონეზე ვინ ვარ მე ასეთ სიტუაციაში და მისიის დონეზე კიდევ ვისთვის არის ეს ღირებული, მნიშვნელოვანი და კიდევ რა შემიძლია ამის იქით ვაკეთო. ეხლა მოდი სანამ ჩაგვერთავენ ნებისმიერი პრობლემა, მე მინდოდა იმიტომ თქვენი გაგეხსენებინათ რა, იქნებ ვიპოვოთ აი ახლა ლექციის მანძილზე, რომელ დონეზე ხართ გაჭედილი. ეხლა ცოტა ხანში ამ დონეებს სათითაოდ გავარჩევთ, კარგად და უფრო ვიპოვით, მაგრამ შეიძლება საჯაროდ არ მითხრათ თქვენი რაღაცა თემის შესახებ, მაგრამ თქვენთვის მაინც იფიქრეთ, სად შეიძლება იყოს მოთავსებული თქვენი პრობლემა. ეხლა კიდე ერთი მთავარი რამე, სანამ დეტალურ ამაზე გადავალ ამ დონეების ანალიზზე. უყურეთ, დილცი ამბობს, რომ პრობლემას სადაც ვიპოვით, მაგალითად ქცევის დონეზე, რაღაცის გაკეთება არ გამომდის. მინდა, მაგრამ ვერ რა, არ გამოდის. რაც არ უნდა ბევრი ვიწვალოთ, ქცევის დონეზე ეს პრობლემა არ გვარდება ისევ ქცევით. ეს დაახლოებით როგორ რაღაცას გავს, იცი? მაგალითად, მინდა სულ რომ ვარჯიშზე ვიარო და აი სუმეზარება, რავი, დილათენდება და აი ხვალ, აი რა, ხო, შვებით ხომ ეს რაღაცებს, ხო? ქცევის დონეზე მოგვარება რა არის? არც ხონია ადექი და წადი ხვალ ვარჯიშზე და რავი, ყოჩაღად იყავი, არ მუშაობს. ეს არ ამართლებს, თორე ჩვენ თავსაც ველაპარაკებით ხანდახან ეგრე. პრობლემა გვარდება ბევრად ზევით. რატომ უნდა წავიდე? რატომ არის მნიშვნელოვანი რომ წავიდე? ნებისმიერი საქმის კეთებას თუ მნიშვნელობას უპოვით, რისთვის უნდა გააკეთოთ ის რაღაცა, რასაც აკეთებთ, საქმე გაკეთდება ბევრად უფრო ადვილად. ადვილად კი არა, გაიხსნება ცოტა ჭიშკარი და ნათელი გამოჩნდება. მოკლედ, გარემოს დონეზე კითხვა ისმის სად, როდის, ვისთან ერთად. ქცევის დონეზე რას ვაკეთებ, როგორ ვიქცევი, თვისებების დონეზე როგორ და რანაირად ვაკეთებ ამას, რასაც ვაკეთებ, ღირებულების დონეზე რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და რა ღირებულებები დგას ამის უკან, იდენტობის დონეზე ვინ ვარ მე, როცა ამ ყველაფერს ვაკეთებ და მისიის დონეზე კიდევ ვისთვის არის ეს მნიშვნელოვანი. ეხლა მაგალითად, როგორ ვიყენებთ ამას ყველაფერს, თქვათ, რეკლამისთვის. თქვათ, რა ვიცი, სარეკლამო რაღაც ტექსტს ვაწყობთ ან ზოგადად მუშაობთ რაღაცის გაკეთებაზე. პირობითად რაღაცის გაკეთება გინდათ. მომაშველეთ, რისი გაკეთება გინდათ, ბარემ გადავუაროთ. რისი კეთება გინდათ და ჯერ ვერ მოაბით თავი. სიგარეტზე თავის დონეზე. აი, მე მაინდა დილცით უნდა მომუშაოთ, მაგასთან სხვა ტექნიკებიც არსებობს. ცოტა საქმის საქმე მაჩვენეთ რა. იქ ცოტა სხვა ტექნიკებით ვაკეთებთ მაგ საქმეს. მომაშველეთ რამე, რისი გაკეთება გინდათ? უფრო მეტი მოსწავლე რომ აი მაგალითად ძალიან კაი. თქვათ ამზადებთ რაში? სექტორში. აჰა.
თქვათ ამზადებთ ცეკვაში, ყავთ პირობითად 20 მოსწავლე, ვიკვლევთ მოკლედ რა, გარემოს და გინდა რომ მოვიდეს 40, 50, 100, რავი, რამდენიმე ჯგუფი ყავდეს და ასე შემდეგ. სად ხდება ეს სიტუაცია, რა გარემოში ხარ მოქცეული, რას შეიძლება დაახვედრო ამ შენ მოსწავლეებს, რას რავი, შეიძლება თქვა რომ მაგალითად ამა და ამ უბანში, ამა და ამ ადგილას მაქვს ესა და ეს სივრცე, ხა, მან პრობლემა რომ მანდ არ არის, გასაგებია. ქცევის დონეზე რას ვაკეთებ იმისაც რომ მეტი მოსწავლე მყავდეს? შეიძლება უშვებ რეკლამებს. შეიძლება ვავრცელებ ინფორმაციას შინაურებში, რომ მიდი ხალხო იმას უთხარით, ამას უთხარით, მაგრამ ჯერჯერობით ფაქტია ეს არ მუშაობს, ხო? ანუ რაღაცას თლად სწორად არ ვაკეთებ ეთყობა, თორე აქამდე დიდი ხნის წამოსულები იქნებოდნენ ეს ადამიანები, ხო? როგორ ვიქცევი ამისათვის? შეიძლება რეკლამებს კი ვაკეთებ და ყველაფერს ვუშვებ, მაგრამ გაკვეთილის ჩატარების პროცესი არ არის ისეთი სახალისო და მომხიბლავი, რომ სხვა ადამიანები თავისით მოვიდნენ. პირობითად ვიცახ, შეიძლება ძალიან კარგად გაქვთ ყველაფერი. შეიძლება შიგნით ყველაფერი კარგად არის, მაგრამ გავრცელების პრობლემაა და ინფორმაციის გატარნის, ასე ვთქვათ. რა თვისებები გაქვთ, რომ უფრო მეტი მოწაფე მოვიზიდოთ? ადამიანს ვეკითხებით. შეიძლება ადამიანმა მითხრას, რომ რა ვიცი, ამდენი ხნის გამოცდილება მაქვს, ბავშვებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვატყობ, რომ ბავშვებს უყვარვარ, თითქოს არაუშავს, ცეკვის მასწავლებლები კი არის ხოლმე ცოტა მკაცრები, მაგრამ თქვენ არ ვიცით როგორი ხართ. ჩემი ძალიან მკაცრი იყო ბავშვობაში, ვინც ყავდა. გვეშინოდა ხოლმე. სამეჯლისს ცოტა კულტურულად იქცევიან ქართულს ეხლა. კაი. რა თვისებები მაქვს, რა უნარებს ვიყენებ იმისათვის, რომ ვმართო ეს სიტუაცია, ვთქვათ, რეკლამა დავდო, ბავშვებთან ურთიერთობა მქონდეს, მშობლებს მოუწოდო, ვიღაცას მიხედონ. აქვე შეგვიძლია ვიკითხოთ, თუ მარტო აი მოკლედ რო გვაქვს ასე ვთქვათ შეზღუდული კლიენტთან მუშაობის, რომ როგორ ფიქრობ, რა თვისებები უნდა ჩაერთოს კიდევ შენი აზრით, რომ ამან იმუშაოს უკეთესად. შეიძლება იპოვოს კლიენტმა უცბად და მითხრას, რომ პრინციპში მე რო ეხა სოციმედია ცალკე მყავდეს, კი, ცალკე თანხა, მაგრამ სამაგეროთ უცბად ამომიქოქავდა ამ ამბავს, იქ დადევდა ინფორმაციას იქ სტორებში, იმაში, ამაში და საერთოდ სხვანაირად გავრცელდებოდა ჩემ შესახებ ინფორმაცია. იმიტომ რომ გამოცდილება აჩვენებს, რომ რაოდენობრივად ბევრი გატანილი ინფორმაცია სანდოობის ხარისხს ზრდის, იმიტომ რომ ნაცნობობის განცდა ჩდება და ფსიქოლოგიაში კიდე ვიცით, რომ რის და ვის შესახებაც სანდოობის განცდა გვაქვს, იმაზე ჯერ გვეცნობა სახეზე და მე სანდოობა გვიჩდება. მოკლედ შეიძლება პირობითად აქაც ყველაფერი წესრიგია, მაგრამ როგორც წესი უკვე აქ იჭედებიან ხოლმე ადამიანების დიდი უმრავლესობა და რა თქმა უნდა უნდა ვიკითხოთ, რომ რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ამდენი ადამიანი ყავდეთ, რა სიძლევა ეს თქვენთვის. შეიძლება მითხრას, რომ მინდა ვიყო ძალიან აღიარებული, აი ჩვენთან ბრძნა იყოს მოხვედრაზე და ყველა ამბობდეს, რომ აი იმ სტუდიაში თუ მოხვდი, მაგრა გაგიმართლა, რა თქმა უნდა ეს ადამიანის სტატუსს წევს. შეიძლება მითხრას, რომ თუ გინდა თქვენ მომაშველეთ კიდე, რომ ბევრი ბავშვი მინდა იყოს ბედნიერი, იმიტომ რომ ცეკვა არის ბედნიერება, როცა მუსიკას მეყვები და რიცხვს გნობ, ამაზე ბედნიერი ადამიანი არასდროს არ არის. მომაშველეთ კიდე რატო აღირებული? კი, თავისთავად. კიდე? აი, ამით ასე იჭედება ყველა. ამ ტექნიკას, როგორც ტექნიკას რო ვაკეთებ, საათზე მეტი გვჭირდება, იმიტომ რომ ყველა საფეხურზე ყველა იჭედება. ეგ არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. ადამიანებს ხშირად არ გვიფიქრია, ასეთი კითხვები თავის საკუთარი თავისთვის არ დაგვისვამს. ხო? თუ არ იცი ხა რა მიმართულებითაც ჩვენ მივდივართ, შეიძლება უბრალოდ არ ასეთი კითხვები არ გაგჩენია, შეიძლება გაგჩენია კიდევაც. საკმარისი არასდროს არაფერი არ არის. ადამიანს ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს თავში, ვიდრე ამის ვერბალიზაციას ახდენს და გამოტანას. ეს პირამიდა ყველა დასახული მიზნის თუ პრობლემა რო შეგვექნება. სოლტურად ნებისმიერი. აი, საერთოდ ნებისმიერი თემის ანალიზი როგორ აზროვნებს ადამიანი არის ეს სტრუქტურა. და როგორ მივიპოვოთ კიდე რომ სადა ვართ გაჭედილი, ესეც მაგისთვის არის, უფრო მაგისთვის არის კიდე. მოკლედ, ღირებულებებს შეიძლება გვითხრას ადამიანმა აი ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, შეიძლება გვითხრას რომ არაფერიც არ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ ამ ეტაპზე ფული მჭირდება მეტი. თუ მნიშვნელობას ვერ ხედავს თავისი საქმის კეთების, არ გამოდის ის საქმე რა. როგორც წესი არ გამოდის, ეს არის რაღაცა ვალის მოხდასე მსგავსება და ნუ უგულოდ კეთდება და ისიც დაგეკარგება, ვინც აკავს მოწაფე ხა ჩვენში დარჩეს რა. რაც შეეხებოდა ყველა ის ჩამოითვალა აქ. ყველა საქმეს ეგრე ეხება. მეტნაკლებად, აი შინაარსობრივად მაინც ყველა თემას ესე შევეხებით, რაც არ უნდა ვიგვლიოთ. მე ადამიანს ვეკითხებით, კაი, მოიყვანე ეს ხალხი, მოზიდე, მოგასკდნენ, ატყდა ამბავი, 100 კაცი, 200 კაცი, უამრავი ჯგუფი, ვერაუდი ხარ არის ერთი ამბავი. ვინ ხარ შენ, რომელსაც აი ამდენი მოწაფე ყავს და ასეთი მოთხოვნადი ხდები? ანუ იდენტობის ნაწილი გვაქვს გასარკვევი. შეიძლება აქ საერთოდ სულ ერთია სხვა შორის რაც გვეტყვიან რა. ადამიანს უნდა უყურო უბრალოდ სახეზე.
როდესაც სწორედ გზით მიდიხარ და აი იმას დაანახებ, ვინ ხდები, როცა ამბავი ხდება, წინდება სახე, ხახო თვალები უციმციმებთ. აქ შეიძლება გითხრას, რომ მე ვარ, რა ვიცი, საუკეთესო პედაგოგი, ვინც კი საერთოდ სოფლიოში ყოფილა. შეიძლება თქვას, რომ მე ვარ ასე დროს მამაჩემი, რომელიც იგივეს აკეთებდა. მე ვარ, რა ვიცი, ვიღაც არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან ბევრი რამე შეიძლება აქ წამოვიდეს და კიდევისთვის არის კაი, გასაგებია, რომ ის მოწაფეები მარტო ჩემთვის არ არის კაი, ახლა კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან ბევრი ბავშვი იქნება ჩართული ამ სიტუაციაში, იქნებიან ადამიანები ბედნიერი და რაც მეტი ბედნიერი ადამიანია ქვეყანაში, მით უკეთესია ეს ქვეყანა მოგეხსენებათ რა. ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რას ვაკეთებთ ხოლმე, როდესაც კითხვებს ვსვამთ. ერთი რომ ადამიანს უნდა უსმინოთ, უსხვას ელაპარაკები, მაგრამ ამ შემთხვევაში რახან საკუთარ თავთან კომუნიკაციაზე გვაქვს მეტი აქცენტი, საკუთარ თავს ვკითხოთ. აი ამ კითხვების დასმის დროს პირველი სად გავიჭედეთ, სად არის აი ეს პირველი ბარიერი, რაზეც აი ცოტა მოხრუჭი გაჩნდა და არ ვიცით რა უნდა ვუპასუხოთ. შეიძლება გაჩნდეს აი უკვე ქცევის დონეზეც გარემოზე იშვიათად გვაქვს ხოლმე პრობლემა და ესეთი ბარიერი. ქცევის დონეზე უკვე შეიძლება გითხრას, აი წარმოდგენა არა მაქვს რა უნდა ვქნა. თუ ადამიანს წარმოდგენა არა აქვს რა უნდა ქნას, შესაბამისად არც იმ უნარებზე და თვისებებზე არ უფიქრია, როგორ უნდა გააკეთოს ეს. ამიტომ იმაზე ლაპარაკი რომ ხაშენ ადექი და დადედა ეს რაღაცები გააკეთე, არა, რა უნარები გაქვს, როგორ ფიქრობ, რომ ეს საკითხი გადაჭრა. და აი აქ უნდა ჩამოვთვალოთ ძალიან ბევრი ჩვენი რესურსი, რაც გაგვაჩნია და რაც დაგვეხმარება ამ კონკრეტული საქმის კეთებისას. ეხლა ამას ყველა საფეხურს ცალ-ცალკე გავშლი ხალხო, არ შეგეშინდეთ, ეხლა მაინც შესავალს ვაკეთებ. მაგალითად, აქამდე გავიგეთ, ხო? მაგალითად, თქვათ, მუშაობთ, მე მიყვარს ეგ მაგალითი, თქვათ, მინდა მაღაზიის გახსნა. აზე არა ვარ, საათ, როგორ, რანაირად, მაგრამ ვიცი, რომ უნდა გავხსნათ ტანსაცმლის მაღაზია. ქალების. ასე დროს მუშაობა ძალიან მისაღები და კომფორტულია, მისიიდან დავიწყოთ. არ ჭირდება ამდენი ქექვა, იმიტომ რომ ის კლიენტი აქაცაზე არ არის რა ხდება. ეს არ არის თერაპიული გზა, ეს არის უბრალოდ აწყობა პროექტის, როგორ გავაკეთო რაღაც საქმე. მისიის დონე რა არის, რა გინდა ეს მაღაზია იდეაში. ბევრი ქალი მინდა დადიოდეს ლამაზად ჩაცმული ჩემს უბანში. ეს პირობითად ვიძახ, შეიძლება რამე სხვა იდეა გქონდეს. ვინ ახარ შენ, რომელსაც აი ეგ შეუძლია? მე ვარ ადამიანი, რომელიც გემოვნებით აცმევს ადამიანებს, პირობითად. რა ღირებულებებზე ვდგევარ? ღირებულებები ჩემი არის, რომ კლიენტი უნდა იყოს კმაყოფილი, უნდა იყოს ბედნიერი, უნდა იყოს ლამაზი, როდესაც გარეთ დადის და მე როცა შევხედავ, რომ ჩემი რაღაცა აცვია, მე ამითი სიამაყით უნდა ვივსებოდე. ამ ღირებულებებზე შეიძლება ვიდგე. თვისებები. რა თვისებები მჭირდება ამისათვის? ხო, მჭირდება, რომ ხშირად ვიარო აქეთ-იქით, ავარჩიო ეს ტანსაცმელი მოდელები შევამოწმო, თანამედროვეს ერგება, არ ერგება, მარტო ჩემი გემოვნება არ არის საკმარისი, უნდა ვიცოდე, ბაზარზე რა მოთხოვნა, რა უნდათ. შეიძლება არ ვიცი ამ თვისებებში თქვას, რომ სულ არ მაინტერესებს ბაზარი და მე მინდა რომ რაც მე მინდა ისეცვათ ამ ადამიანებს. შენი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა. კიდე შეიძლება თვისებებში შევიდეს, რომ ცოტა ბუღალტერიაში უნდა ვერკვეოდე, ცოტა ფინანსებში უნდა ვერკვეოდე, არავინ მომატყუოს, სანდო ხალხი მყავდეს და ასე შემდეგ. მე არის ქცევა, როგორ ვიქცევი ამისათვის? მთელ გეგმას ჩამოვაწერინებ. ფართი მაქვს ანახავი, ეს ვიღაც თუ ბაიერები გჭირდება, ან რაღაცა გჭირდება ესენი, თუ რაღაც ერთი კონკრეტულიდან მოგაქვს ეს ტანსაცმელი, იმ ლოკაციის დადგენა, როგორ ვიმოძრაო, რასე ხშირით ვიმოძრაო, ქცევის დონეზე რაც შეიძლება რომ გაარკვიო, ყველაფერს არკვევინებ ადამიანს და გეგმასაც ადგენინებ. და ბოლოს, აი ამდენ რამეს რო აწყობ, აი ეგეთი მაგარი ტიპი რო ხარ, ამდენ ადამიანს რო აცმევ და ლამაზები რო ყავს ეს ქალები და ამდენ უნარები რო გამოგაჩნდა, სად გინდა რომ ეს ამბავი იყოს, როგორი გინდა რომ შენი ფართი იყოს, როგორ წესი ამდენ ნამუშევრის მე ადამიანი ადვილად გეოვნება რომ აი ესეთი მაღაზია მინდა, ამ ფერებში მინდა, ამ სტილის მინდა, აი ესეთი შინაარსი მინდა რომ ამ ჩემ მაღაზიას კონდეს და ადვილად ეწყობა რა. თუნდაც ზომა რომელიც მაგალითად ბუნდოვანი იყო, ესე დაკონკრეტულად. აბსოლუტურად. აი ერთი ჩემი ახლობელია კომპოზიტორი ეს ქალი და აქ ქონდა ერთ ტელევიზიაში გადაცემა აწყობილი და ამითი გავაკეთებინა ზუსტად 9 საათი დაგჭირდა. ვისთვის გინდა, რას ამიზნეოთ და რას გადი, რატო გინდა, რას გაძლევს ეს ყველაფერი და აი ჩამოვშალეთ და როდესაც ფსიქოლოგი მუშაობს კლიენტთან, ჩვენ ვიქცევით ესე, უყურეთ, ნებისმიერ თემაზე მუშაობის დროს. ქვევიდან ვიწყებთ და ავდივართ ზევით, კითხვებით, როდესაც მისიამდე მივდივართ და ადამიანს რაღაცები უკვე გარკვეული აქვს და დალაგებული აქვს, მე ჩამოვდივართ ქვევით იგივე კითხვებით.
დამატებითი რესურსები ჩდება, დამატებითი უნარები ჩდება. შეიძლება მოიფიქროს ადამიანი, რომ კიდე რაღაცის გაკეთებაა საჭირო იმისათვის, რომ აი ამ გარემოში კარგი შედეგი მივიღო. მომყვებით აქამდე? თუ ცოტა რთული ხო არ არის? ანუ თავიდან იწყებ, კი ბატონო. ხო, ეგრეა. აი დამესახა პრობლემა, მაგრამ მე როგორ ვაფასებ ამ პრობლემას? გარემოს აღვიქო პრობლემურას თუ აი, მაგაშია საქმე, მაგას ვკითხულობ ზუსტად. აი, მაგალითად, მოწაფეები უნდა მყავდეს, ხო? გარემო მაქვს. მაგერ სტუდია მაქვს, ადამიანები უკვე არიან, აწყობილია საქმე. თუ ნოლიდან იწყებს, სხვა თემაა. იქ შეიძლება გარემოც გასარკვევი იყოს. მე შეიძლება თქვა, რომ პრინციპში რა ვიცი, სწორად ვიქცევი, ხო, იქ სადღაცა რეკლამა დავდე, სადღაც რაღაცა ვქენი, მაგრამ შეიძლება უკვე არ ეყოს ქცევა. და მანდ უკვე გავიჭედო. თუ უნარებიც, რა ვიცი, გაშლილი და გადასარევა და მოწესრიგებული მაქვს, შემიძლია, წესთ უნდა ვაკეთებდე უკვე რაღაცას. სადღაც მანდ ვარ უკვე გაჭედილი, დიდი ალბათობით, აი მაგ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, ხო? მაგრამ მანდ უკვე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რად გინდა ეს ყველაფერი, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ყველაფერი ესე იყოს. თუ ადამიანს ძალიან ნათლად და კარგად დაანახებ, რისთვის უნდა გააკეთოს ის, რასაც აკეთებს, ის ამას გაგიკეთებს. სიგარეტის მოწევიდან მოწევას რო დაუბრუნდეთ, ხა ეს ტექნიკა არ არის მაინც კარგი მაგისთვის, უკეთესები არსებობს, მაგრამ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, ხო? ხო, მესმის. აი სიგარეტის მოწევას განსაკუთრებით ჭირდება ღირებულებების დონეზე მუშაობა. რა თმინდა რომ დავანებო, რა დგას მეორე მხარეს? რა ღირებულებები მიდგას ამის უკან? თუ მაგალითად პირობითად მე ვთვლი რომ სიგარეტის მოწევა არის დაკავშირებული სიამოვნებასთან და სიამოვნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რითი უნდა შემიცვალო წარმოუდგენელი თემაა. უნდა მაპოვნინო მაშინ ასეთივე დიდი მნიშვნელობის მქონე ღირებულება. აი ამ პირამიდიდან პრაქტიკულია ჩვენთან კომუნიკაციისთვის, რომელი პრაქტიკული საფეხური. ახლა ვერ ვიტყვით ეგრე, ჩვენ სად ვართ გაჭედილი საკუთარ თავთან კომუნიკაციის დროს. თქვენი სიგარეტის თემა გაჭედილია ქცევის დონეზე. ეწევით და აღარ გინდათ რომ ეწეოდეთ. რაც გინდა და არ ვქვით, ქცევაა, რომელიც ვერ მოიშორეთ. ხო ეგრეა? მაგრამ გონებიდან მოდის ეს. გამიშობა საიდან მოდის, ქცევაა შესაძლებელი. ეწევით და გინდათ რომ აღარ ეწეოდეთ. ქცევაა. რა უნარები გაქვთ იმისათვის, რომ შეცვალოთ ერთი თემა, მაგრამ მაგაზე ბევრად მნიშვნელოვანია, რატომ უნდა შეცვალოთ. და მაგასაც რომ კარგად გავარკვევთ, მიხდებით თქვენ სიგარეტის გარეშე. აი, არის ძალიან საინტერესო. ერთმა ჩემმა ახლობელმა დაანება ასე სიგარეტს თავი და ძალიან გულდაწყვეტილად თქვა, რომ ჩემს სამსახურშიო ეს მოსაწევი კუთხეები რო არსებობს ხოლმე, იქო აღარ გავდივარო და შესაბამისად არანაირი ჭორი აღარ ვიციო სამსახურის შესახებ. იმხელა ღირებულება დაეკარგა, რომ რამის მე თავიდან დაიწყო მოწევა, მაგრამ ნუ ძალიან ყოჩაღად დგას. ამიტომ ვიმხდები მე აი იმ რაღაცის გარეშე, ესეც ძალიან ღირებული კითხვა. და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არ უღირს ამ კლიენტს და ჩვენ რაც არ უნდა ბევრი ვებრძოლოთ. ჯორაობის გამოეწევება. არ არის გამორიცხული. გარემოს დონე, სულ ქვედა დონე. გარემო შედგება რამდენიმე პუნქტისაგან, ერთის მხრივ ადამიანებისაგან. ვინ არიან ამ დროს ჩემს ირგვლივ? რა კატეგორია მოძრაობს? ვინ მზღუდავს, ვინ ხელს მიწყობს რაღაც აქცევაში? ხა ცოტა ღრმად მივდივართ და ხვდებით ალბათ, ხო? მაგალითად შეიძლება რაღაცის შეცვლა მინდოდეს, მაგალითად სახლში მინდოდეს რემონტის გაკეთება და ყვითელი შპალერის მაგივრად ცისფერის გაკვრა პირობითად. მაგრამ არც ერთი ოჯახის წევრი ამის უფლებას არ მაძლევდეს. მე კი ვხვდები, რომ ცისფერი რო გაეკრება და ემოციები გამძაფრდება და იქ ინფორმაციის აკრეფა იქნება ცოტა უფრო ადვილი, ფერების ფსიქოლოგია მიყვარს და ეხლა ცოტა ჩემი იმისკენ წავედი. და რაღაცები შეიძლება მგონია, მაგრამ ადამიანები რესურსს არ მაძლევენ, რომ ეს ყველაფერი განვახორციელო. ხვდებით აქამდე, ხო? ალბათ ვიღაცები რაღაცებს ხელს გიშლიან. წესებისგან რისი თქმა შეიძლება ამ გარემოში, რა არის მიღებული, რა არის ცოტა აკრძალული, როცა საკუთარ თავს ველაპარაკებით, იქაც კარგად ჩდება, რომ მაგალითად ვიღაცამ გამაბრაზა. დღეს ერთ კლიენტთან ვმუშაობდი ზუსტად მაგაზე რა, რომ მინდაო რა ესე გამოვხატო და ძალიან კულტურულად გამოვხატავ. ნუ ნასწავლი აქვს, რომ კარგად გაზრდილი გოგოები ეგრე იქცევიან. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა გასწავლეს და რა ჩაგიდეს თავში იმ გარემოს დონეზე. მაგალითად შეიძლება ყოველ ჯერზე დედის ხმა გახსენდება, რომ ეს არ შეიძლება, თავი უნდა შეიკავო. ამ დროში გადასარევად მშვენივრად აფეთქდებოდი და რაღაცას იტყოდი იმ კონკრეტულ სიტუაციაში. რის თქმა არ არის მიღებული და სად თავდება ჩემი თავისუფლება. რა თქმა უნდა, გარემო განაპირობებს იმას, რისი უფლებები გვაქვს, რისი არ აქვს. იმიტომ რომ ხანდახან აღმოჩნდება, რომ ერთ კონკრეტულ გარემოში, სანათესაოში, სამეგობროში ჩვენ სხვანაირად ვიქცევით,
სხვა გარემოში, სხვა სიტუაციაში, ქვეყნის გარეთაც აბსოლუტურად სხვანაირად ვიქცევით და ბევრს აქვს ეს გამოცდილება, როცა დამოკიდებულება გვეცვლება და გარემო ცვლის პრაქტიკულად ყველაფერს. შედგება ასევე კულტურისგან, ჩვენნაირ კულტურებში მაგალითად, აი, ქართულ ვერსიაში და ჩვენ მასკულინურ კულტურებში როგორ ფასდება ინიციატივა, კაცების ინიციატივა დაფასებულია, ქალების ისე რა. როგორ რეაგირებენ შეცდომებზე? ერთი ამბავი ტყდება ჩემი ოჯახის წევრებთან, არიან მშობლები, რომელიც ერთ შეცდომას არ გაპატიებენ, მით უმეტეს დედის ერთად თუ ხარ, მეორეთ მოსვლა იწყება, ხო? ვისაც გაქვთ გამოცდილება, გეცოდინებათ რას ვამბობ. განვითარება ღირებულებაა თუ საფრთხე? მაგალითად, კაი გამახსენდა ჩვენი ერთ ძველ კლიენტზე, გოგო იყო მოსული, რომელსაც ბევრი და-ძმა ყავდა და ეს უფროსი იყო და დედას ჰქონდა გადაბარებული, ნახევარი დედა იყო ისიც რა, რომ ბავშვებისთვის უნდა მიეხედა და ეს გოგო გიждდებოდა განათლებაზე, კითხვაზე, მხატვრული ლიტერატურა უყვარდა. ყოველ ჯერზე ეს იყო სკანდალის და კონფლიქტის მიზეზი, რომ რა დროს წიგნები ეხა და რა უბედურება ამდენი სწავლა და ამდენი საქმეა სახში და მიხედე ბავშვებს და მიხედე. როცა აი ეს გარემო იქცევა შემზღუდველად, როცა უფლებები არ აქვს, შენ კი რაღაცები გინდა, მაგრამ გარემოს დონეზე ამის უფლება არ გეძლევა. ეს რაღაცებს ჩვენ ვაწყდებით ხოლმე, ხო? ადამიანი ზოგჯერ არ არის გაჭედილი ამ სადღაცა გარემო სიტუაციაში, უბრალოდ სისტემა არ აძლევს მას აი ამ მოძრაობის საშუალებას და გადაადგილების საშუალებას. ასეთებიც ხდება. ჩვენ სამწუხაროდ მარტო საკუთარ თავზე არა ვართ დამოკიდებული და ის თუ რა სივრცეში ვცხოვრობთ, სად ვურთიერთობთ, როგორ ვამყარებთ კომუნიკაციებს, დიდწილად განაპირობებს იმას, საერთოდ როგორ მიდის მე მთელი ჩვენი ცხოვრება. გავიგეთ აქამდე? ამ საფეხურებში არც ერთი შევა არ იყო გაჭედილი და გარემოს დონეზე გჭედავდეს ყველაფერი. და ეს თუ მოხსენი და თავისუფლება მიეცი ადამიანს, შეიძლება წავიდეს გრიალით და ისეთები იქნას, რომ თები გადადგას. ეგეთებსაც ვაწყდებით ხოლმე. ქცევაზე ბევრს მუშაობთ ხოლმე, სიმართლე გითხრათ და კაია თუ ამას ცოტა დროს დაუთმობ. ქცევა არ არის პრობლემა, ქცევა არის სისტემის პასუხი. თავისთავად რაღაცას ვერ ვაკეთებ, ხა წეგან კაი მაგალითი იყო რა, რომ ვიხილავდით. ამის უკან შეიძლება ძალიან ბევრი რამე იდგეს, მთელი სისტემა იდგეს და მთელი გარემო იდგეს, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და რა ვიცი, ვაგრძელებთ ცხოვრებას. მაგალითად, აი ძალიან ელემენტარულიდან დაწყებული, თქვათ, ვერ ვწყვიტავ რაღაცას, სადღაც ჩაბარებას, თუ აბიტურიენტი ვარ პირობითად, ხო? ის რომ ვერ ვწყვიტავ და ის რომ ვერ გადავდგი ნაბიჯი და ვერ გადავახტი მშობლების მოთხოვნას პირობითად, შეიძლება ამის უკან საერთოდ სხვა რამე იდგეს, მთელი სისტემა იყოს ისე აწყობილი, რომ სანამ მშობელი ნებას არ მოგცემს რაღაცის და სანამ სისტემა არ გაგიშვებს, შენ ამას ვერ აკეთებ. უნარიც გაქვს ყველაფერი, მაგრამ ქცევა ვერ იცვლება, იმიტომ რომ გარემო ამის საშუალებას არ იძლევა. ეს ქვედა ხარე, ხო? ამიტომ ჩვენი ქცევები ხშირად არის აი იმ სისტემის პასუხი, რა სისტემაშიც ვიზდებით, ცხოვრობთ, ვიზრდებით, მითითებებს გვაძლევენ, ნებართვებს გვაძლევენ, აკრძალვებს გვაძლევენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ არასდროს შეცვალო ქცევაო, სანამ არ გაიგებ მის ფუნქციას. რისთვის არის ეს ქცევა, სანამ არ გაირკვევა, მის შეცვლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ერთ ქცევას მოხსნი, სხვა რამეს გაუჩენ. მაგალითად, აი ძალიან ხშირია ხოლმე შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ დამოკიდებულებებზე როცა მუშაობენ ხოლმე ფსიქოლოგები, ყველა მითის ეგ რომ შეიძლება ერთ ადგილას მოხსნა და სხვა ადგილას სხვა დამოკიდებულებები გაჩნდეს, იქ მოხსნი, კიდე სხვაგან გაჩნდება და ესე დავსდებთ ხოლმე რა. მაგრამ უჩვეულებრივ ყოფით სიტუაციებშიც ყველა ესეთი ჩვენი გადაწყვეტილების და ქცევის მიღმა დგას იმ სისტემის დამოკიდებულებას, სადაც ჩვენ გავიზარდეთ თავისი ნებართვებით და აკრძალვებით. ქცევა წარმოადგენს შიდა სტრატეგიის გარეგნულ გამოხატულებას. ეხლა რა არის ეს სტრატეგია? ერთი-ორი სიტყვა რომ ნივაყოლოთ. სტრატეგია არის რაღაცა განმეორებითი ქცევების ჯამი, თანმიმდევრული ნაბიჯები, რითაც ვაკეთებთ რაღაცას. ან მაგალითად ვიღებთ გადაწყვეტილებას. როგორ ვქმნით რაღაცა მნიშვნელოვანს ჩვენ ცხოვრებაში? წარმატებული გამიხსენეთ кейსები, წეგა რომ ცუდი ხო ვერ გაიხსენეთ და ეხლა წარმატებული გამიხსენეთ თუ შეიძლება. ვიღაც ერთმა მომაშველეთ. რა გამოგდით კარგად? კომუნიკაცია ხალხთან. მაგალითად შეიძლება ადამიანებთან კომუნიკაცია გამოგდიოდეს გადასარევად, ხო? როგორი სტრატეგიით იწყება ეს კომუნიკაცია? პირველი ნეტა რას აკეთებთ? დაინახეთ ადამიანები, არის მოიცა ვკითხოთ და გასტრეს. დაინახეთ ადამიანები. რას აკეთებთ პირველი, რა ხდება თავში? ვაფასებთ თითქოს როგორია რა. ვისთან ღირს მისვლა, ვისთან არ ღირს, ხო? რა პასუხს დამიბრუნებთ? რა კრიტერიუმით აფასებთ, შეგვიძლია ვთქვათ? ალბათ გარეგნობაც მოდის თავიდან, ეგ პირველია. ვიზუალური მხარე არის, მერე საუბრის მანერა არ ვიცი. ხო, არ ვიცი, თქვენთვის რა არის ეგ?
გარეგნული შეფასება იწყება პირველ რიგში? მაგის მერე რა იწყება? ხო, ზოგთან ხვდები რომ არ უნდა მიეკარო, კაი. რო იწყებ დიალოგს, მე აფასებ ამდენად გახსნილია ალბათ, რამდენად მოყვება თუ არ მოყვება, თუ არ მოყვება, შეიძლება ნელ-ნელა გამოხვიდე უკან. ან გაჩნია რა მაქვს ინტერესი. ჩემი ინტერესი რა არის? ნუ თქვენი ინტერესი თუა გაცნობა, მაშინ რას აკეთებ? რაღაც ინფორმაციები მოვიღო. მაშინ როგორ იქცევით თქვენი სტრატეგია იცვლება ესე იგი? კომებს ვეძებ, მე საიდან შეიძლება მივუდგეთ. თუ არ გამოდის და არ გიშვებენ და საქმე სჭირდება, რას აკეთებთ? ანუ არ თავისით ხვდები ალბათ სუსტი მხარე სადაა აქვს ანუ საიდან აი ეგ არის ყველაზე საინტერესო მაგ თქვენ სტრატეგიაში. როგორ პოულობთ სადა აქვს სუსტი მხარე ახალ გაცნობილ ადამიანთან? სადაც შეიძლება დაიძაბა ან ჩაიკეტა ლაპარაკი. ანუ სულ უსმენთ და დაკვირვებას ახდეთ ადამიანზე? ინტერესი არის კი, იმიტომ რომ სხვანაირად სტრატეგიის ნაწილია. კაი. როდის ხვდებით რომ კომუნიკაცია კარგად შედგა და კარგად წავიდა? სამეხსნება სხეულის ენაც არის თვითონ მაგალითების ენაც არის თავის პირად იმისი სხეულის ენა იხსნება თუ თქვენი? ჩემი გახსნილია უმეტეს შემთხვევაში. მადლობა, კაი მაგალითია გადასარევი. მთელი სტრატეგია აქვს ადამიანს გამზადებული, როგორ უნდა შეაბას პოტენციური კლიენტი. როგორც მივხვდი. ხო ეგრეა? ბოდიში ჯარგონისთვის, მაგრამ ეგ არის. ესე ჩამოწერილი თანდაყოლილი, არაფერი არ აქვს, ხალხო, ყველანი ვსწავლობთ, მაგრამ ეგ არის გამზადებული სტრატეგია. ანუ შევხედავ, ვაფასებ, მიღირს, არ მიღირს, ვიზუალური კუთხით ხდება, ხო? პირველ ნაბიჯს ვდგამ, კონტაქტს ვიწყებ, მომყვება, არ მომყვება, ვთქვათ, ჭირდება. მე სხვადასხვა გზებით ვცდილობ დაუახლოვდე, მე სადაც აღმოვაჩენ ლაპარაკის დროს, რომ ცოტა უხერხრულად არიან დაიძაბან, პირიქით ძალიან გაიხსნა, მე როგორც ჩანს იმ არხებით მიდის და ეწყობა და ეწყობა ურთიერთობა. და ის თუ როგორ უნდა მივხვდე, რომ ყველაფერი წარმატებულად დამთავრდა, არის რომ მეორე ადამიანი დუნდება, ბევრად თავისუფალია და სხეულის ენა ყვება, რომ კარგად არის თქვენთან. გაიხარით. ეხლა უყურე. ეს არის გამზადებული სტრატეგია. ახლა ერთ პატარა ბონუს თემას ჩავაგდება აქ, რომელიც არ იყო გათვლილი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ. ჩვენ თუ კარგად გავშიფრეთ და აღმოვაჩინეთ, როგორი სტრატეგიით ვაღწევთ წარმატებას რაღაცაში, აი ეს წარმატების ფორმულა შეგვიძლია სადაც გვინდა ვატაროთ. ნებისმიერ სხვა საქმეში. მე თუ ვიცი, რომ ჩემი სტრატეგიული ხაზი მუშაობს ეგრე შევხედე, შევაფასე, მოვსინჯე, მომყვება, არ მომყვება, თუ გამომყვა ხო კაი და გადასარევი, თუ არ გამომყვა სუსტ ადგილებს ვეძებ, მაგრამ მაინც ვაღწევ და ბოლოს რითაც ხვდები, რომ ადამიანი რაპორტი ქვია ამას, აწყობილია ჩვენთან, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვს და სხეული არის გახსნილი. ეხლა ესეთი სტრატეგია რო გადავიტანოთ პირობითად საათ, რა ვიცი, რას აკეთებთ კიდე ცხოვრებაში? რა არ გამოგდით მაშინ ის მითხარით? უცბად. აიც, არა, ამას მინდა დავუკავშირო. მე ცოტა უცხო გარემოში მიჭირს აქტივ საუბრობ. რა ვიცი, ხო. მოვიგდე რა მოიჭახა ტყოში დაუბრუნდით. უცხო გარემოში დიდ აუდიტორიასთან ცოტა ვიძაბები შინაგანი. აი, მანდარი მე გასარკვევი ხა აქ მაგის დრო არ არის, მაგრამ მაინც ვთქვათ და იფიქრეთ სახში. აი ამ სტრატეგიას რა ნაბიჯი აკლია, ან აკლებს, ან ზედმეტს უმატებს იმისათვის, რომ დიდ აუდიტორიაში იძაბება და იგივენაირი წარმატება არ აქვს, როგორც პირისპირ საუბრის დროს. შეიძლება შუაში ჩდება ფიქრი, ვაიმე, ბევრი ხალხია, არ ვიცი, მანდ რა ჩდება. ვაიმე, რო ვერ გავაგებინო, ძალიან ბევრია. პირადად ინდივიდუალურად როცა ვესაუბრები, თითქოს უფრო წარმატებულია. დიდ აუდიტორიაში შანსი იმისა, რომ მეტი წინააღმდეგობა წამოვიდეს და მეტ ადამიანს უნდა ვებრძოლო თანშიგრით სიღრმეებშიც ვერ ანუ რესურსები არ ყოფნით, რომ ყველა გააკონტროლოთ. შიში ალბათ იმის, რომ წარუმატებელი იქნება აი ეს. ხო, თქვენ რო ანუ ისწავლოთ, როგორ უნდა მასის მართვა და რომ მასა პრაქტიკულად ერთი ადამიანივით რეაგირებს. ყველაფერი წავა ისევ ისე, როგორც ერთთან გამოგდით. ხო, არა, თითქოს გამომდის ეგ. ხო და სტრატეგიას აკლია რაღაც ნაბიჯი რა. რაღაცა აკლია, ხო და ეს შფოთვა ჩდება რაღაცის გამო და არა იმიტომ რომ უბრალოდ შფოთვა ჩდება. რაღაცა სხვა ნაბიჯია ჩამატებული, იქან აკლია პირიქით. ხო, მაგას უფრო გარკვევა უნდა. კაი. მოკლედ, ჩვენ ვიქცევით ჩვენი შიდა სტრატეგიის მიხედვით. ერთხელ ნასწავლი ქცევები, როგორც წესი გვაქვს და გვიმეორდება ხოლმე და ახალ ველოსიპედს არ ვიყენებთ, მაგრამ ფსიქოლოგამდე რატო ხვდებით, რომ სადღაც ოდესღაც გამართული სტრატეგია გაიჭედა.
აღარ მუშაობს ის ქცევა და ქცევაა თქვა შესაძლებელი და იქ იმ რეალობაში და იმ გარემოში ამ ყველაფერმა არ გაამართლა. სტრატეგია არის კონტექსტზე რა თქმა უნდა დამოკიდებული, ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური ერთ გარემოში, სრულიად დაბლოკილი სხვაგან, აგერ ბატონო გადასარავი მაგალითი იყო, ხო? რამდენიმე ადამიანი მიდგას, კარგად ვაკეთებ, ბევრი ადამიანი მიდგას, ვერ ვაკეთებ. მან ძალიან საინტერესოა, ბევრი რას ქვია? რამდენია ბევრი? ნუ ალბათ 30-ზე მეტი. 30-ზე მეტი უკვე შფოთვის გამოწვევია? ეს 30-ვე უცხო უნდა იყოს. აი ჩემს ხო, მაგრამ ეს ინდივიდუალურად არა, წეღარაც მითხარით უცხო ადამიანთან ერთთანაც კარგად გამოგვდით და. ხო, გამარჯობა. 30-29-თან? ნუ ალბათ იგივე პრობლემა იქნება. 28-თან? სადღაცა გადის ეგ ზღვარი, რის მიხედვით ითვლით. ხო, ძალიან საინტერესოა და ეკითხებინათ. ხო და იფიქრეთ ამის მე. კაი. მოკლედ, არა იმიტომ რომ უნარი დაკარგა სადღაც რაღაცაო, არამედ იმიტომ რომ ძველი სტრატეგია ახალ სისტემაში ვეღარ მუშაობს. რაღაცა აქ ან დასამატებელი იმ სტრატეგიას, ან მოსაკლები. გავიგეთ? აქამდე მოვყვებით კარგად. მე მაგას ერთ სესიას უთმობ. ერთი საათი ვიკეკებით. ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ხელს გვიშლის, ესე ზედაპირზე ხო არდებს ხალხო, რომ თავარი კითხვა დავსვა და თქვენ ეგრევე პასუხობთ. არა. ვეძებთ კლიენტთან ერთად ვეძებთ და ის ხო არ არის, ის ხო არ არის, ის ხო არ არის და რაღაცა საერთო გამოსავალს მე ერთად პოულობთ. სამწუხაროდ თუ საბედნიერო ფსიქოლოგია არ არის ზუსტი მეცნიერება, აქ ფორმულები არ არსებობს, სქემები არ არსებობს, ამიტომ მთლიანად შემოქმედებითი პროცესია აი ეს ძიების და ცოტა დეტექტიური მას გავს გამოძიებას, შესწავლას, სად რა გამოგვდის, არ გამოგვდის, სად გვაქვს ჩავარდნები, რატო გვაქვს ჩავარდნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კაი. თვისებები უნარების დონეზე ადამიანი სწავლობს სისტემაში მოქნილად ყოფნას. რა უნარები მაქვს, რა თვისებები მაქვს, რომ აი აქ ასე ვიქცევი ამ გარემოში. რაც წეღამ თქვი, ხო? როგორ შეიძლება გაფუჭდეს ახლა უნარი და რაღაცა უნარმა არ იმუშაოს და არ გაამართლოს. ერთია რომ უნარი არის, მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციაში. უნარი არის ცოტა ადამიანებთან, 2-3 ადამიანთან მშვენივრად, აღარ არის 30 ადამიანთან, ნუ 29-ს მანდ მიყვა, როგორც გავარკვიეთ. კაი. უნარი დაიკარგა გადაღლის გამო, ანუ შეგვეძლო ოდესღაც ძალიან კარგად ვაკეთებდით ყველაფერს, მაგრამ აღარ შეგვიძლია, გამოვიფიტეთ, გადავიღალეთ და ის აღარც ენთუზიაზმი გვაქვს, აღარც ისეთი ხალისი გვაქვს, რითაც ადრე საქმე კარგად გამოგვდიოდა მაგალითად. უნარი დაბლოკილია რწმენა წარმოდგენებით. აი აქ მივედით კაი ამბავზე. ჩვენი ცხოვრება აღზრდის დროს, აი წეღარაც ახსენეთ, სხვადასხვა რწმენა წარმოდგენებით გვზრდიან. და გვიბეჭდავენ თავში და ამის შეცვლა ხდება ხოლმე ძალიან რთულად. მაგალითად, აი ძალიან პოპულარულ მაგალითს მოგიყვანთ და უფრო ადვილი გასაგები იქნება. თქვათ თუმე ბავშვობიდან მზრდიან ისე რომ ფული მხოლოდ უნამუსო ადამიანებს აქვთ. უსინდისო ადამიანებს. რა თქმა უნდა, მე რო ვიზრდები, რა სიტუაციაც არ უნდა შემექმნას ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რომ ბევრი ფული ვიშოვო, მე 1000 მიზეზს მოვიგონებ, რომ აი ამას ავწდე. იმიტომ რომ მე არა ვარ უნამუსო ადამიანი. შფოთვა იწყება მაგ დროს. საშინელი. ამიტომ სანამ ეს ჩვენი უნარები გამყარებულია იმ ღირებულებებით, რომელზეც ცოტა ხანში ვილაპარაკებ და აი ფესვები აქვს გადგმული, მე ვერაფერს ვერ შევცვლი, ვერც ქცევას შევცვლი, ვერც იმ გარემოს შევცვლი, იმიტომ რომ ჯერა იმ რაღაცეების, რაც ამ ყველაფრის უკან დგას. ამიტომ შეიძლება უნარი მქონდეს, მაგრამ რწმენა წარმოდგენები არ მაძლევდეს ამ უნარების გამოყენების უფლებას. შეიძლება მაგალითად ჩემი რწმენა იყოს და წარმოდგენა, რომ რა მაგალითად მე ჩემ სამსახურში თუ საქმეში თუ რაღაც უნდა ვიყო თავისუფალი. მე თვითონ უნდა ვიღებდე გადაწყვეტილებას. ყველა პოზიცია, ყველა მდგომარეობა სამსახურში, სადაც ჩემ ბოჭავენ და ჩარჩოებში ჩამსვამენ და რასაც მიმითეთებენ, ის უნდა ვაკეთო, ჩემთვის იქნება მიუღებელი და ძალიან დისკომფორტის შემცველი. მაშინ როცა შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან კომფორტული იყოს კონკრეტული მითითებების შესწურება და პასუხისმგებლობის ნაკლებად აღება. თუ რესურსებით თქვით შედეგს და რა რესურსებით თქვით შედეგს და როგორ ვითარდებით, ამ ნაწილში ვიკვლევთ ასევე რა უნარები გვაქვს უკვე, რას ვიყენებთ საერთოდ ცხოვრებაში, ამ საქმეს რასაც ახლა ვიხილავთ, რა უნარები ჭირდება და რამე ხომ არ აკლია. არის შანსი რომ ადამიანმა პირველივე კითხვებზე გაპოვნინოს რა უნარი აკლია. თუნდაც ის რომ მაგალითად აი მე რომ ამ რაღაცას თემაში მეტი ვიცოდე, ანუ ცოდნა მაკლია, საქმე წავიდოდა ბევრად კარგად და ბევრად წინ. ცოდნა უნარია. რაღაცის ათვისება, ხო? რა უნარები მჭირდება ამ სისტემაში ეფექტურად ყოფნისათვის? ეს არის კითხვები, რომელსაც ჩვენ ერთმანეთს კლიენტს უსვამთ ხოლმე და მეორე ადამიანს. შეგიძლიათ დაუსვათ საკუთარ თავსაც, სხვათა შორის მშვენივრად. იმისათვის, რომ აი იმ სისტემაში, იმ გარემოში, იმ ჩემი ქცევებით ვადაპტირდებოდე კარგად,
გარკვეულ უნარებს უნდა ვფლობდე. თუ მე მაგალითად აღმოჩნდა, რომ ხშირად მიწევს საჯარო გამოსვლები, რაც წეღან მითხარით და ეს ქრონიკულად პრობლემას მიქმნის, რა თქმა უნდა, უნარები მაგ გასაძლიერებელი. შეიძლება, არ ვიცი, ხმის პრობლემა იყოს ელემენტარული, შეიძლება ბევრს რო ვხედავის მაბრკოლებდეს, შეიძლება კონკრეტული პროფესიის ხალხი მაბრკოლებ, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ თავარია ვიპოვოთ რა გვაკლია, რა არის შესავსები მანდ, რომ სტრატეგია იყოს უკვე გამართული და წინ წავიდეთ. ვიგებთ აქამდე, ხო? სადმე თუ ცოტა გავართულე, თუ შეიძლება მითხარით. ღირებულებები და მნიშვნელობა, რა რწმენებზე ვდგევართ და რა განაგებს მთელ ამ ქვედა სტრუქტურას. საერთოდ როგორ არის, იცით, აი ქცევა და გარემო უფრო მარტივი დონეა შესასწავლად, ადვილიც არის როგორც წესი და ადამიანი კარგად მოყვება. სირთულეები გვეწყება თვისებების და ღირებულებების გარკვევის დროს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად 90% აი მანდდებს ხოლმე ესეთი ნაღმები, რომელიც არის აღმოსაჩენი და გასათავისუფლებელი. რწმენის და ღირებულების დონე ქმნის ნებართვას ან აკრძალვას უნარებისათვის. ეხლა ცოტა ორ სიტყვას აი ბერნს დაუბრუნდები თავიდან რომ დავიწყეს, რომ არ გითხრათ არაფერ შეიძლება. ბერნი ამბობს, რომ მთელი ჩვენი აღზრდა აი ბავშვობაში, რასაც ვაკეთებთ, არის სულ ნებართვები და აკრძალვები. რითი, რა ჩარჩოებით ვიზდებით? ეს ჩარჩოები ყველას გვაქვს. ჩარჩოების გარეშე, ხა მაშინ მაუგლივით უნდა გაიზარდო სადმე და ადამიანთაც ვერ შედგები. დანარჩენი აი ამ რაღაცა შეზღუდვებს შობელი გვიწესებს, ხო? როგორც წესი ძალიან ბევრი გვაქვს ხოლმე აკრძალვები. შეიძლება არ გვიფიქრია და უფრო დიდ ასაკში აღმოვაჩინოთ, რომ ეს აკრძალვები გვახლავს. ნუ შეიძლება გააზრებული და გაცნობიერებულიც იყოს. როგორც წესი ცოტა ნაკლებია ხოლმე ნებართვები. რისი ნებართვა გვაქვს, რომ თავისუფლად მოვიქცეთ და არჩევანი გავაკეთოთ. და თუ ბავშვს ძალიან ცოტა აქვს ესეთი ნებართვები, რა თქმა უნდა, ის ბევრ რაღაცაში იჭედება უკვე დასრულობაში და საკუთარ თავს აღარ აძლევს ესეთი ლაღად მოქმედების უფლებას, ხო? ხო და აი ეს ნებართვები და აკრძალვები ქმნის სცენარებს, ესეთი ცნება შემოაქვს ბერნს და ამ სცენარებში ვიწყებთ ცხოვრებას. აი ეს თუ როგორ ურთიერთობთ გარემოსთან, როგორ მოქმედებთ, როგორ ვაკეთებთ არჩევანს, როგორ ვიქცევით კონკრეტულ სიტუაციაში, რა შეიძლება, რა არ შეიძლება, რა ნებადართულია, რა არა, ქმნის ერთგვარ სცენარს, აი როგორც სპექტაკლში რო იღებ მონაწილეობას და ხვდები უკვე გადათამაშებულ როლებში, ამ როლებში იწყებ ცხოვრებას. ეს არის ძალიან საინტერესო დასაჭერი და ძალიან ძნელად იცვლება მე ეს სცენარები, თუ რაღაცა დიდი და სერიოზული კატაკლიზმები არ დაგვემართა. ხო, მაგალითად, ბერნს უწერია, რომ აი ომები მაგალითად ეგეთი მნიშვნელოვანი რაღაცები ცვლის სცენარებს და შეიძლება ამოგიყირაოს თვლიანად ღირებულებები, მაგრამ ყოფით სიტუაციებში ნაკლებად. მოკლედ, დილცი ამბობს, რომ ადამიანები არ ებრძვიან ცვლილებებს, როგორც წესი, ისინი იცავენ ღირებულებებს, რომელიც შეიძლება ამ ცვლილებამ მერე დაარღვიოს. თუ მაგალითად მე მგონია, რომ უნამუსო ადამიანები შეულობენ მხოლოდ ფულს და მე ვიღაცამ თავაზობს ძალიან კარგ ხელფასიან სამსახურს, მე შეიძლება საოცრად უხერხულად ვიგრძნო თავი და ვთქვა, რომ აი მე არ ვიმსახურებ, არა მაგდენი მე ჯერ არ ვიცი, ამ დროს რეალური მიზეზი იყოს ცოტა უკან, რომ მე არ მინდა ვიყო უნამუსო. მოდი ვიქნები ცოტა გაჭირვებული, ოღონდ იცოდნენ, რომ პატიოსანი ტიპი ვარ. ნუ მე რა თქმა უნდა ვიწყებთ მაგ დილემაზე მუშაობას, რომ თან მინდა რომ ფული მქონდეს და თან მგონია რომ უნამუსო ვარ და ვიჭედები და ნუ მაგ საქმისთვის მე ფსიქოლოგებამდე მიდიან ხოლმე. სამუშაო კითხვები ხა საკუთარ თავსაც რაც შეგიძლიათ დაუსვათ და ნუ სხვასაც. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? აი ეს რაც გადაწყვეტილებასაც ვიღებ და რასაც ვაკეთებ და რაც მინდა რომ გავაკეთო, რომელი რწმენა მაძლიერებს და რომელი მაკავებს შესაძლებელი აღმოვაჩინოთ დამოუკიდებლათაც რა რწმენები მიდგას უკან. როგორც წესი, მშობლის ხმა აქვს მაგ რწმენებს და რომელიღაცა მშობლის მითითებები იჩენს ხოლმე თავს. მან კიდე ძალიან საინტერესოა, ბერნი კარგად აღნიშნავს, რომ იმდენად ძლიერი ეს მშობლის ნებართვები და აკრძალვები, რომ გარდაცვალების მერე კიდევ უფრო მძაფრდება და კიდევ უფრო მკაფიოდ გესმის, რომ აი იმის არ დაარღვიო იმისი მოთხოვნები, ასე თქვა და კიდევ უფრო მეტად ვემორჩილებით ამ აკრძალვებს. მშობლის გარდაცვალების შემდეგ მოდის. ხო, კიდევ უფრო ძლიერდება, ხო. ვისი ხმა ეს რწმენა, ჩემი თუ სისტემის? სისტემა შეიძლება იყოს დედა. მშვენივრად ამას წინათეთ გოგოსთან მუშაობდი ტრენინგზე და ზუსტად რაღაცა ქონდა ასე ამოჩემებული რა, რომ მე არ ვენდობი ადამიანებს, ადამიანები არ არიან. სანდო რა, მუშაობთ და ფინგეობნებოდა, რომ ადამიანები არ არიან სანდო, იმიტომ რომ აღმოჩნდა ვიღაცები ყავს, ლად ეგრეც არა, ой, დედა. ეძახის და გაცოცხლდა, რომ დედა რასე უნდა რა მითევს, ასე როგორი ხალხისგან უნდა დაეცვა თავი და მთელი მისი სცენარი მოცული იყო ამ დედის მითითებით. კაი. რა ღირებულება ირღვევა ამ სიტუაციაში?
თუ მე რაღაცას ვცვლი და ამით ღირებულება მერღვევა, ამასთან ბრძოლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ან ღირებულება უნდა შევცვალო, ან და გადავხედო, ან რაც კიდევ ყველაზე უფრო კარგი ვარიანტია, რომ იგივე ღირებულებას, რომელიც ესთებ კაცრად მაქვს, ჩემთან გამჯდარი, ცოტა სხვანაირად ხო არ მოვიქცე, რომ ღირებულება არ დავარღვიო. ესეც შეიძლება იყოს გამოსავალი. და რა ახალი მნიშვნელობის შექმნა ახლა შესაძლებელი. შეიძლება მოხდეს ეგრე, ყველა კითხვას კი არ უსვამთ აქ სიტუაციის მიხედვით, რაც გვჭირდება საკუთარ თავს. შეიძლება მოხდეს ისე, რომ აქამდე რაღაცისთვის ვაკეთებდი ამას ყველაფერს, ეხლა აღარ არის საჭირო ამ რაღაცისთვის კეთება და მოდი რაღაც ახალი ღირებულება შეიძლება დაიბადოს, ახალი მნიშვნელობა შეიძინოს ახალმა საქმემ და უფრო თამამად გავაგრძელო მისი კეთება. და საერთოდ არ იყოს მერე პრობლემა. მომყვებით? ძალიან ჩავახვიე? არა უშავს? იდენტობა, ვინ ხდები მე, როცა მოქმედებ ამ სისტემაში. აი, როცა ასე ვიქცევი, ამ გარემოში ვარ, ამ თვისებებით ვარ, ამ ქცევებით ვარ, ასეთი მნიშვნელოვანია, ვინ ვარ მე ამის მერე. ადამიანები როგორც წესი ამ კითხვას ჩვენ თავს უსვამთ. აქ არის ძალიან საინტერესო ამბავი, რომელიც მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ. ჩვენ გვახასიათებს ადამიანებს, რომ დასკვნას ხანდახან ზედა დონეებიდან ვაკეთებთ ხოლმე, მაგალითად ჩვენს ქცევას, რომელიც შეიძლება პრობლემა იყოს ქცევაში. მაგალითად, თქვათ ყოველ საღამოს მივდივარ სახლში და წვევი და რაღაც სისულელე სერიალს უყურებ. ხშირია ახლა ის რაც მე ვიტყვი. და შენ თავთან ფიქრობ, რომ ეხლა ეს 2 საათი ამ სისულელის ყურების მაგივრად, მე რომ რამე კარგი წიგნი წამეკითხა, ჭკვიანური რამისთვის მესმინა, წლის ბოლოს როგორი განათლება მექნება და როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება. რატო არ ვაკეთებ? ეთყობას არ მაცივარ. ანუ დასკვნა კეთდება იდენტობის დონიდან, რომ ზარმაცი ვარ. მე თუ დავიჯერე, რომ ზარმაცი ვარ, შეიძლება ეს ისე გენერალისტეს და მოედოს ყველაფერს, რომ ყველაფერში ზარმაცი ვარ. და რეალურად არა, უბრალოდ ძალიან ვიღლები და საღამოს ბოლო 2 საათი არაფერს თავი არ ამაქვს, გარდა იმ სულელური სერიალების ყურებისა. და ქცევა და დაღლა და გინა სიზარმაცი არის იმ კონკრეტულ 2 საათში და მეტიც არა, რომელიც გეკუთვნის. რომ იყო დაღლილი და აკეთებდა სისული. ნამდვილად. შემწყნარებელზე მნიშვნელოვანია იდენტობის დონიდან არ დავასკვნათ რამე, რომ მე ვარ ზარმაცი და იმიტომაც ვერ ვშვები ყველაფერს, იმიტომ რომ შეიძლება ესეთი ზარმაცი მე გავხდეს სამსახურში დღის მანძილზე ურთიერთობაში და ასე შემდეგ. და ყველაზე საშიში რაც არის, ბავშვებს ვექცევით ასე. მაგალითად, ამის ხელში წიგნს ვერ დაინახავ, დაასკვნიან ხოლმე მშობლები. და არის ერთი ამბავი და ბავშვი იმდენად იჯერებს, რომ ეს არის ადამიანი, რომლის ხელში წიგნი არ უნდა ეჭიროს, რომ მთელი ცხოვრება არც უჭირავს. ძალიან დიდი დრო გადის, რომ ამ თავის იმას გადაალახოს და შეცვალოს რაღაცა ქცევა. მოკლედ, მშობლებიც ძალიან კარგად ვახერხებთ ხოლმე რაღაცების გაფუჭებას. ადამიანი შეიძლება სხვადასხვა სისტემაში, სხვადასხვა იდენტობაში იყოს. ესეთებიც ხდება. მაგალითად, სერიოზული გარემოს გამოცვლის გამო, ქვეყნის გამოცვლის გამო, რელიგიის გამოცვლის გამო, ძალიან ბევრმა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს, რომ ჩვენ თავისადმი ცოტა სხვა მოთხოვნები გაგვიჩნდეს და სხვანაირად პოზიციონირებდეთ საზოგადოების წინაშე. ანუ იდენტობა იყოს შეცვლილი. შეცვლილი კი არა, უბრალოდ სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა იდენტობას ვიყენებდეთ. პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა იდენტობა აღარ ემსახურება განვითარებას. მე რომ მაგრად ვდგევარ და მაგალითად თავაზობენ კარგ სამსახურებს და ჭკუაზე არა ვარ და წინ მივდივარ და ამასობაში ვიძახი რომ არა მე არ ვარ ის ადამიანი ვინც ამდენ ფულს აიღებს ამ საქმეში. სხვა მოვა და სხვა აიღებს. შენ დარჩები ისევ იქ სადაც უნდა იყო. მიხვდით ხო? კაი. ამიტომ მნიშვნელოვანი კითხვაა, ვინ იქნებოდი შენ ეს გამოცდილება შენს განვითარებას რო ემსახურებოდეს. თუ მანდ ვართ გაჭედილი, იშვიათად ვიჭადებით მანდ, მაგრამ მაინც თუ მანდ ვართ გაჭედილი, მაშინ ვუცვლით, აი სხვა კუთხით უნდა დავანახოთ კიდე ადამიანი. იმიტომ რომ აი მაგალითად თუ ფულის გამო ამბობს რაღაცა პოზიციაზე და მდგომარეობაზე უარს, სხვა ღირებულებები უნდა გამოვაჩინოთ იქ და სხვა ტიპად უნდა დავანახოთ საკუთარი თავი. მაგალითად შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არის ძალიან აღიარებული, ძალიან პოპულარული, მნიშვნელოვანი და არ გინდა ის ფულის ქველმოქმედებაში ჩადე, რაღაცაში გადადე. და აკეთე ის საქმე ისე და ნუ დააზიანებ თქვათ იმ რაღაცის კეთებას. თუ მაინდა-მაინც არ გინდა დათმო იქ შენი რწმენა ღირებულება და ეჭიდები რომ პატიოსანი ხარ. ხო, მისი გადაწყვეტილება არა თქო. და მისია, რას ვემსახურები და რა გავლენას ვტოვებ მისიაში, ამ სისტემაში. ეს უკვე ძალიან გლობალური ამბავია, ჩვენ ესე არ ვფიქრობთ როგორც წესი ხოლმე. მაგალითად, მე რო აქ მოვდიოდი და ლექციას ვატარებ, რა თქმა უნდა, არ მიფიქრია რომ რას ემსახურება ხა ეს ჩემი ლექცია. მე მინდა რომ რაღაც ის გააგებინოთ, რაც მე მიყვარს და მე მაინტერესებს. შეიძლება ეს უკვე მისია არ ვიცი, მაგრამ წესით და რიგით მისია იქნებოდა რომ თქვა რომ ახლა თქვენ რო სახლებში წახვალთ, კიდევ ვიღაცას მოუყვებით და გავრცელდება ინფორმაცია და ნახევარი სოფელი ჩვენ ვიქნებით, როგორც დუმბაძე ამბობდა.
მაგრამ რა თქმა უნდა მე ამდენს არ ვფიქრობ. მაგრამ თუ დამანახებ პირობითად, რომ ასეთ შეხვედრას შეუძლია ძალიან დიდ მასშტაბზე გაგიყვანოს და რაღაცა შეგაცვლევინოს ადამიანებისათვის უკეთესობისკენ, ბევრად მეტ რამეს გავაკეთებ. ბევრად ეფექტურ ლექციას გავაკეთებ, მეტ თემას გამოვიტან, მეტ რაღაცას. ანუ ხვდებით ხო, იდენტობას და მისიას თუ დამანახებ, აი ესე განათებულ მისიას, ყველაფერი შემიძლია შევცვალო გარემოს დონებზე დამთავრებული. ეს ამას ვაკეთებთ ხოლმე კლიენტთან და მისის დონეზე რო ავდივართ, აი წერან თქვი და კიდე გავიმეორებ, ადამიანს სახე უნათდება, აი ხვდები რომ სხვაგან არის. რაღაცა სხვაგან არის. რას ემსახურება ჩემი არჩევანი გრძელვადიან პერსპექტივაში? ეხლა კი რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ ამას აქვს რამე გაგრძელება თუ ჩემს საქმეს, ჩემს საყვარელ საქმეს პერსპექტივა აქვს, უფრო, რა ვიცი, უფრო დიდ მასებზე გავა, ბევრ ადამიანზე გავა, ბევრისთვის სასარგებლო იქნება. რა თქმა უნდა, ეს მე მოტივაციასაც გამიზრდის, ენთუზიაზმსაც გამიზრდის და ბევრ რამეს შემაცვლევინებს ქცევის დონეზეც კი, ხო? რაც სულიერებას ქნის ხვებისთვის, როგორ უკავშირდება ჩემი არჩევანი უფრო დიდ მთლიანობას. ეხლა ეს ყველა თემას და ყველა საკითხს არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება ეხებოდეს. თუ მაგალითად, რა ვიცი, რაღაცა საგანმანათლებლო რაღაცა ცენტრს ვაყალიბებ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მისიაზე შეიძლება გავიდე, რომ ადამიანებს ცნობიერება შეუცვალო, მენტალიტეტი შეუცვალო, რაღაცა უკეთესი დავანახო და ამ შემდეგ. რა უნდა დარჩეს ჩემგან ამ პროცესის შემდეგ? რა შეიძლება დარჩეს ჩემგან ამ პროცესის შემდეგ? თუ ეს ლექცია კარგად დამთავრდება პირობითად, რა დარჩება ჩემთვის? გავლენა შეიძლება თქვენზე, ჩემთვის? ხო, რაღაცა კმაყოფილება მოვა, აღიარების ნაწილი მოვა, თუ შეფასებას ხელს გადაუსვამს და ასე შემდეგ, ამისთვის ვაკეთებთ ჩვენ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ. ეხლა რომ გულში რო ჩავიხედოთ რა. ხო, აი რაღაცა მეტი გვინდა, ის არ არის მარტო რასაც ვაკეთებთ. ყველა ამ ჩვენი ქცევის და საქმის იქით კიდე რაღაცა ძალიან ბევრი რამე დევს. როგორ წესი ასეა ხოლმე რა. ვიგებთ აქამდე? ხო და ეხლა ცოტა კომბინაცია რო გავაკეთოთ ამ ორის, ეს ჩვენი ბერნი თავისი მშობლით, დასრულით და ბავშვით ქმნის ტონს, რა ტონით ველაპარაკებით საკუთარ თავს. სადამსჯელო თემა გვაქვს, ჭკუის დარიგების ამბავია, დამყვავებელი ვართ სხვადასხვა დონეზე, რაციონალურად უდგებით ყველაფერს, თუ ბავშვივით ცოტა ისე სუბუქად და არც თუ ისე დიდი პასუხისმგებლობით ველაპარაკებით და რომელ დონეზე რა ტონში ვლაპარაკობთ. ანუ თუ ბერნი უფრო ტონის თემას განიხილავს და როგორ მივმართავთ საკუთარ თავს, დილცის დონე უფრო არის სიღრმეებთან დაკავშირებული, რა სიღრმეზეა ჩემი პრობლემა დამარხული, სად არის და როგორ ველაპარაკო ამ დროს საკუთარ თავს. ეხლა თქვენ მითხარით თუ შევა, აი იდენტობის დონეზე წარმოიდგინე, ვინ ვარ მე? თუ ამუშავებულია მშობლის ნაწილი, აკრიტიკებელი მშობელი, ჭკუის დარიგებით, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ, როგორ ფიქრობთ? მეტად დაძაბული. ძალიან კაი მაგალითი მითხარით თქვენ, აღარ მინდა ხმამაღლა. არა, თქვით არ არის პრობლემა. შეცდომებთან დაკავშირებით. შეცდომა როცა მოგდის და შენ თავს ესე ელაპარაკები, რომ აი შენ ეს არ უნდა დაგმართნო და რა. ზუსტად ეს თემაა. ეს რა დაგემართა, ეს რა უბედურება, ეს არ უნდა მოხსლო და შენ. შენ არ ახარ ის ადამიანი, რომელსაც ესეთ შეცდომები უნდა ქონდეს დაშვებული. აი წაქცევასთან დაკავშირებით მოხდეს კიდე ბავშვობაში ჩავიხედოთ აი მაგალითად რომ წაქცეულ ვარ, თქვათ აი მამა ჩემი ცოტა ხოლმე ცოტა წაგაბრაზდებოდა სარწმუნო. რანაირად წაიქეცია? კი არ მეჩხუბებოდა მაინც რანაირად. შენი ბრალია რო წაიკეთე. შენი ბრალია რო წაიკეთე. 40 მომთხარა მაინც შენი ბრალია რო წაიკეთე. და რომ ვარდებოდი მე ეზოში სუით ქონა უეხავალ და მეწყვია რომ ხო და ერთ და იგივეა, მე ვიზდებით და ენა დამებარა ჩემი ბრალია. სამსახურში რამე ვერ გავაკეთე ეს, როგორ მომივიდა. ხო და კიდე ერთხელ ვიკითხავ, აი ეს მაგალითი კაი მაგალითია. როცა იდენტობის დონეზე საკუთარ თავს კითხებს უსვამს, ეს როგორ მომივიდა, ვინა ვარ მე ამის მერე. თუ შეფასებას რას უსვება? იფიქრია. რეალურად ძალიან. აი ესე პრესავს. საშინელებას უშვება. კაი. აი, მოდი ვილაპარაკე. კითხვები მინდა ეხლა რაც გაქვთ. მოვასწროთ. თუ გინდათ რამე კონკრეტული მაგალითით. თუნდაც ამას როგორ ვებრძოლოთ? რას? აი ამ თვითკრიტიკას. გუნდეთ უკან. სად ჩდება რეალურად ნეტა პრობლემა, როცა საკუთარი თავის კრიტიკა იწყება? რა გარემოში იწყება კრიტიკა? ყველგან არ იქნება.
მაგალითად სახლში თუ საჭმელი მიიწვა იქაც არის? ეს რა მომივიდა? არა. აი, გითხრას თვითონ? ანუ საქმეს ეხება მარტო? არა, კონკრეტულ ადამიანის ამბავს ვიხილავთ რა, როგორ ვიპოვოთ, სადა ვართ. გადასარევად სეანსი ჩაიტარა, წავა ეხლა ჩვენ ვაყოფილი. თქვენი კითხეთ მოსწრებაზე ეგ ამბავი. კაი, ხო და. ანუ პირველად აქ ყველას გვაქვს რაღაც კომპლექსი, ვინა ვართ აქ იდეალური, არავინ. ყველა ჩვენს რაღაც ჩავარდნები გვაქვს. რა, ჯერ ვიკროთ გარემოს, სადა აქ ეს ამბავი? აი ხო ხედავ, გაირკვა რომ კონკრეტულ სიტუაცია ჭირდება. ანუ ყველგან არ ემართება, ეს არ არის. ანუ ყველგან სადაც აი პროფესიული სასწავლო არაშინაურებში? ხო, არაშინაურებში არა. სახლში რამე არ გამოგივიდეს არაფერი? მეგობრებთან? არც მეგობრებთან. უიდედა. ანუ წარმატება საქმეს და იმას მიება, სადაც უნდა რეალიზდეს საზოგადოებაში, კაი სახელი ვიპოვე. ხო? ეგ ამბავი. ანუ გარემო, კონკრეტულ გარემოში, სადაც მას რეალიზება ჭირდება საზოგადოებაში, პრობლემა ჩდება იქ. ეხლა ვნახოთ, სად არის გაჭედილი ეს პრობლემა, ხო? კაი, გავიგეთ, რომ ამ ადგილას გვემართება. როგორ ვიქცევით, როცა ეს გვემართება? რა ხდება? წავიბორძიკე. მერე? ხო, ირთვება თვითკრიტიკა და თავის ალბათ ეს საყვედურივით, რომ აი შენდეს როგორ მოგივიდა, აი შეგეძორო უკეთესად. რას აკეთებთ ამ დროს? სახელი გამახსენეთ თქვენი. მარიამ. ჰა? ხო, თუ შეფასება, მე ხა ქცევა მაინტერესებს. როგორ იქცევა ამის გამო? რა, სად ფუჭდება საქმე, ეგ უნდა გავარკვიოთ. ანუ იმაზე მოქმედებს, რომ ვითრგუნები, ვიგრუზები, ასე ვთქვათ. შეგრძნებები არ მინდა, როგორ იქცევით? თქვათ, ვაკეთებ ჩამაბარეს პროექტი სამსახურში და გავაფუჭე. ანუ დიდ არაფერს არ ვაკეთებ, ბრაზდები. როგორ გამოიხატება ეს ბრაზი? ფიზიკურად. ვინმე ეჩხუბო თუ საკუთარ თავს? ეს რა უბედრობა, ეს არ დამემართა? დამემართა, ნაირად შეგეძლო უკეთესად. კიდე რას აკეთებთ? მე გამოსავლისებნას ვიწყებ უკვე, რომ აი შემდეგში რო არ დამემართოს, რაღაცა უკეთესად უნდა გავაკეთო. გაამართლა მაგან როდისმე? ამას რთულად, მაგრამ გამართლებს რაღაც ნაწილებში. ანუ თქვენი შეცდომები ნელ-ნელა ცოტავდება? ცოტავდება კი. ნამდვილად? ნუ პრაქტიკულად. თუ ახალ სიტუაციებში ჩენს თავს. ეგ არის გამზადებული სცენარი, ხა შეთავაზებული, თუ შეიძლება თავ შეიკავეთ. შეიძლება თვითონ არ შეიძლება, ეგ თქვენი სცენარია პირადი. რომელიც ეთყობა ამართლებს. ეგეთი ადამიანების შორს ვისაც შეუძლია რომ ხო, არ არის ეგეთი. ხო, რომ აი მამინდის ბრალი იყო, რომ დღეს ხასიათზე ვიყავი ალბათ. ეგ არის უნარი. უყურე რას ვარკვევთ? ეგ არის უნარი. როგორ გამოვძვრე სიტუაციიდან, გადავაბრალოთ სხვას. ეხლა გავარკვევთ მარიამის უნარი. რას აკეთებს მარიამი? მიდის თვითგვემა. ხო, აი თვითგვემა, ბესადაგება ყველაზე კარგი. რა თვისებები გვაქვს? იმიტომაც გაიჭედა და ვამუშავებთ ახლა. უნდა ვიპოვოთ სად არის გაჭედილი. დაახლოებით კი გასაგებია, მაგრამ აიც. რა უნარები გვაქვს იმისათვის, რომ ან გადავლახოთ ეგ ამბავი, ან თუ ვერაფერს ვლახავთ, რას ვლახავთ, თუ პატარას ის მაინც დამანახეთ. ფაქტია, იქამდე არ არის საქმე გაფუჭებული, რომ ვაკეთებდი, არ გამოვიდა და მივყარე სამსახური და წამოვედი სახლში. ფლადესი არ არის, რაღაცა უნარები მუშაობს. რა მუშაობს მითხარით, აბა? ანუ პირველ რიგში ალბათ უნდა დამშვიდების თემა არის, რომ დამშვიდდები ალბათ. ანუ ემოციების მართვას ახერხებთ, კაი. ხან შეიძლება რომ აი ეს დამანახო შენი ბრალი კი არ არის, აი ვიღაცამ თავზე ხელი გადაგისვათ? კაი, სტრატეგია გამზადებული, კაი. თუ არავინ გადაგისვა თავზე ხელი და დაგახურეს უარესად? თუ არავინ მაშინ ნუ იმ ფიქრისკენ მივდივარ, რომ ცალსახად ჩემი პრობლემა და უნდა გამოვასწორო და გააჩნია სიტუაციას იქიდან ვეძებ გამოსავალს მერე. შეიძლება რა უნარები იწყებს მუშაობას, რომ რამე გამოასწოროთ? გამოსასწორებელ ბერკეტებს ვეჭიდები, ხო, შეიძლება რაღაცა წავიკითხო, შეიძლება რაღაცას ვუყურო, შეიძლება აი მიდგომები შევცვალო. როგორ ფიქრობთ, რა უნარი გამოგადგებოდათ მანდ კიდევ, რომ ეგ სიტუაცია თქვენთვის ნაკლებად ტრამვული ყოფილიყო? რაღაცა იცით და რა მოვხდეთ თქვენ? არა, მე კითხავს ვამ, არაფერი არ ვიცი. რაღაცა გასაგები. არა, ხალხო, ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ფსიქოლოგი რაც არ უნდა კარგი განათლებით იყოს და გამოცდილებით იყოს, არასდროს არ იცის კლიენტზე მეტი. ეგ არის გამორიცხული თემა. მე ვერასდროს არ მეცევინება მარიამისთვის რა არის კარგი.
არა, ჩვენ რჩევებს არ ვიძლევით, ეგ არის დიდი შეცდომა. არა, რჩევებს არ ვიძლევით. მაგრამ აი როგორც ახლა მარიამს ვეხმარებთ თავის თავი იპოვოს, ესე ვეხმარებით სხვებსაც. კაი. რა რესურსი გჭირდებათ დამატებით რა თვისება, რა უნარი, რომ ცოტა ნაკლებად მტკივნეულად წავიდეს ეგ პროცესი. მაგრამ გადასავალი რესურსი აქვს ნაპოვნი გადააბრალა. თქვენ რა რესურსი გჭირდებათ? ეხლა ეგ არ არის ლად ეკოლოგიურად გამართული. რაღაცა კიდე სხვა რაღაცები და მე არ ვარ ცუდი ადამიანი და რატო არის ეს მარტო ჩემი? იდენტობის დონეზე აქ აი აწყობილია მთელი სისტემა ვენაცვალე გადასარევად. მე არ ვარ ის ადამიანი, ხეს გამეფუჭებინა და არ არის ჩემი ბრალი, მე კაი ადამიანი ვარ. მარიამის იდენტობა სად გადის? მე არ უნდა შემშლო და მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც შეცდომებს უშვებს პროფესიაში. შეცდომებს რო ყველა ვუშვებთ ეს კაცო გააზრება. ეგ სხვა თემაა, მაგრამ მითითება სხვა რამე. ეს ქვეცნობიერი გიშვება ამ ყველაფერს. ნუ ეხლა უკვე აღარ არის ქვეცნობიერი ამოსულია ზევით გადასარევად. თქვენი არჩევანია ხარ რაც შეუცვლით. რა უნარი გჭირდებათ კიდევ, რომ ასე არ დაიტანჯოთ? საკუთარი თავის ნდობა მეტი ალბათ ეს აი მაგნაწილში. არ ვიცი, შეფერება არის. არა, ვერ დაარქმევთ ასე უცბად ვერაფერს, მაგდენი დროც არა გვაქვს სამწუხაროდ, ხო? კიდე რა უნარი? თავდაჯერებულობა მეტი ალბათ რაღაცებში. კიდე? და აი შიში რო არ გქონდეს რაღაცა გააკეთე, გააფუჭე, არა უშავს თადე თავიდან. მემღებულობა. კი, ვცდი, ვაკეთებ ამაში 1000 ჯერ ვცადო, მაგრამ აი გადალახობის ნაწილში ვარ რა, რომ აი შიში მაგ უნდა გადავლახო რაღაც. აი თუ არ გამოვიდეს? კლა ფსიქოლოგიურად და ხო, რომ გამოვიდეს რა. მანდ ხომ არა გაქვთ ეგეთი რამე შემთხვევით შექმნილი, რომ მარტივად მაინც არაფერი კეთდება და უნდა ვიწვალო. კაი, რამეს მივაგენით ხალხო. ეხლა უყურეთ. ამ რწმენებით ზდიან, სხვა ქვეყნებში არ ვიცი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს მე მგონი ხალხო, რომ იმისათვის რომ რაღაცას მიაღწიო, უნდა იწვალო. ეს თუ ადამიანს აქვს დაჯერებული და ეს რწმენა თუ ადევს ზევიდან აი ღირებულებების სახით, აი ამის დაძვრა ხდება უმძიმესი. იმიტომ რომ ყველა საქმე და ყველა წარმატება, რაც ადვილად გამოვა, მოხდება გაუფასურება მისი. არ ივარგებს. ფიქრობ, რომ არ იმსახურებ ეს მარტივად რა. ხო, იგივეა, მაგისი თემაა რა. ძალიან ისეთია, თუ ვინმეს გააქვთ ეს ამბავი, ამაზე მუშაობა შეიძლება, ფიქრი შეიძლება, რომ ყველგან აღარ მუშაობს, ეგ რაც ბავშვობაში დაგაჯერეს. ესე არ არის. იმიტომ რომ ბევრი რაღაც ცხოვრებაში ხანდახან თავისით მოდის. სამყარო გვეხმარება რაღაცებისთვის ხანდახან, რომ უბრალოდ აი ცხვირწინ ლანგარზე შეიძლება რაღაცა მოგივიდეს. მაგრამ ხელი კრა მარტო იმიტომ, რომ არა, სანამ არ ვიწვალებ და არ დავიტანჯები, აქ თუ ეს რწმენაც არის კიდე დადებული, რა ბუკეტია შექმნილი, ხვდებით ხო? ანუ სად არის შექმნილი დიდიაში პრობლემა? აქ სად არის? ამან. აბა თქვენ მითხარით. ღირებულებების დონეზე. ისეთი რწმენა წარმოდგენებია გამჯდარი. მარიამი არ არის გოგო, რომელსაც შეცდომა ეპატიება, არ უნდა დაუშვეს შეცდომა და არაფერი მარტივად არ მოდის. შეცდომის გამოსწორებაც უნდა დაიტანჯოს და ისე უნდა გამოასწოროს. მე ითვლება, რომ კაი ამბავი ხდება. მაგრამ ამას მე აქვს უზარმაზარი რესურსი, ენერგია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეხლა მითხარით თუ შეიძლება უცბად თავს დაგანებებთ. მაპოვნინეთ კიდევ ნიშნულობა იმისათვის, რომ თქვენ პატიება შეძლოთ საკუთარი თავის შეცდომის დროს. კიდე რა არის ღირებული? რა შეიძლება იყოს კიდე ღირებული თქვენთვის, რომ პატიება შეძლოთ? იმ რწმენებსო თავი დავანებოთ. ხო, ცოტა რთულ ძალიან ჩქარჩქარა ვაკეთებ ამას, საათზე მეტი უნდა ეხა ხო ხვდებით არა? შეიძლება იყოს, რომ მე ჩემ თავს უნდა უფრთხილდებოდე. შეიძლება იყოს, რომ არ ვიცი, შეიძლება იმ საქმეს არ ვაკეთებ, რაც ჩემია და სადღაცა ვიღაცის მითითები და სხვა სისტემაში ვარ მოხვედრილი. არ ვიცი, ისე ვიძახი ჩემთვის. აი, ბევრი რამე შეიძლება იყოს და იმისი ცვლილება უკვე გამოიწვიოს აქ უნარების და რაღაცების ცვლილება. მოკლედ, ამ შემთხვევაში პრობლემა არის ღირებულების დონეზე. ისეთი მყარი რწმენებია გამჯდარი, რომ ამაზე მუშაობას ჩვენთვის ეს არის სადიაგნოსტიკოც სულ ყველასთვის. თუ მივაგენით სად არის ჩვენი პრობლემა, ნახევარი საქმე ხალხმა გადაჭრილი გვაქვს.